მე შეწყდა ეს პროცესი, თორე იქ ტერასები რაც აღადგინეს, ხო აღადგინეს და მაღლა არის კიდევ ერთი 4 იმდენი რაც აღდგენილია რა. ანუ ეგ ხეობა მთლიანად ეგ არის დატერასი, სხვანაირად ეგ და სულ დატერასებული ჰქონდათ ეგ და ხეხილი და მთელი ამბავი და მიწასაც იყენებს სითბოს თემა წყლის ნუ მე ეს ტერასი განსაკუთრებული იმას ქმნის რა ვაზისთვის ან პირობებს და ძალიან კარგი. კი ბატონო, დავიწყოთ. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მეგობარი ბატონი ბიძინა გიორგობიანი, ბატონი ბიძინა, გამარჯობათ. გამარჯობა. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და განვიხილავთ ესეთ მოცემულობას. მოკლედ გავიარეთ რაღაც არჩევნები, გავიარეთ ეს ცდელობა მშვიდობიანი დამხობის, ასე ვთქვათ. ოპოზიცია თავის, ასე ვთქვათ, პროცესშია ახლა, ალბათ რაღაც გარკვეული თვითგამორკვევის პროცესში, განსაკუთრებით ის, რომელიც დამხობას აპირებდა, არსებობს რაღაც გარკვეული მოცემულობა და დაპირება მართველი პარტიის მხრიდან, რომ აი საკონსტიტუციო სარჩელი მალე იქნება წარდგენილი და ეს საერთოდ დაასრულებს, ასე ვთქვათ, ამ ოპოზიციის ბედს. და მეორეს მხრივ ჩვენ ვდგევართ მოცემულობაში, სადაც რაღაც გარკვეული სწორი პოლიტიკური პროცესის წარმოების აუცილებლობა ისახება თითქოს, ხო? ანუ რაღაცა ეს პერიოდი, რომელიც ამ ჭიდილში, აი ამ დიქოტომიაში განვლეთ 13 წლიანი პერიოდი თითქოს უნდა ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს. არ ვიცი რამდენად ეს მოხდება, მაგრამ თითქოს უნდა მივიდეს ამ ლოგიკურ დასასრულამდე და შემდეგი ნაბიჯი უნდა გადავდგათ განვითარებაში, ხო? ფიქრობ თუ არა ასე რომ იქ ვართ, აი ამ წყალგამყოფთან ვარ, თითქოს მეც ეგეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ რაღაც ახალი უნდა დაიწყოს. ოღონდ ამ ახალს სჭირდება ძალიან კარგად დაწყება და შემდეგ კარგი განვითარება. არის ესეთი შთაბეჭდილება, რომ ის ძველი ეს მდინარე, რაც მოდიოდა 2012 წლიდან აქამდე ეს ბრძოლა თვითონ ქართული ოცნების შიდა პარტიული რამდენჯერმე განახლება, ახალი თაობის პოლიტიკოსების მოსვლა, ამან თავისი გზით იარა და კარგად იარა სხვათა შორის, რო ვთქვათ, რომ რაიმე ისეთი სტრატეგიული შეცდომა და არც ტაქტიკური მათ შორის მათ არ დაუშვიათ, რასაც ვერ ვიტყვით იმ მაშინ 2012 წელს დამარცხებულ ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელმაც ახალი ვერაფერი ვერ შექმნა და იარა ისევ ძველი 80-იანი წლების ბოლოდან გადმოსული დღევანდლამდის მოყოლებული აი ამ რაღაც მეთოდებით ქუჩების გადაკეტვა, რაღაც შენობებში შევარდნა, ეს ძალიან გავს ისევ იმ აი 80-იან წლებში რაიკომის დივანს რომ აუჭედავდნენ კარს და ქუჩას გადაუკეტავდნენ, მეტი მეთოდი მათ ვერც რამე განაახლეს, რამე ახალი დისკუსი ვერ შექმნეს პოლიტიკური და შესაბამისად ძალიან ლოგიკურად მიუხედავად მთელი ამერიკის შეერთებული შტატების ძველი ადმინისტრაცია, იმის წინა ადმინისტრაციაც და მე მგონი სამი ადმინისტრაცია გამოიცვალა ამ პერიოდში და ევროკავშირიც მათ გვერდით იდგა ფინანსურადაც, პოლიტიკურადაც ჩამოსული. ეხლა აი ხო ვნახეთ, ეხლაც კი არის ჩამოსული ეუთოს მოქმედი ხელმძღვანელი, რომელიც იმ 50 კაციან აქციაზე მივიდა და გამოაცხადა, რომ მე ვაი ამათთან ჩამოვიდე. ამ ყველაფრის მიუხედავად მათი პოლიტიკური აღსასრული დადგა იმ თვალსაზრისით, რომ ქართულმა პოლიტიკურმა რეალობამ მოიტანა ის წერტილი, საიდანაც უნდა დაიწყოს სიახლე ქართულ პოლიტიკაში და რაღაც ახალი პოლიტიკური იმპულსი უნდა შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ერთი პარტია იყოს პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა, იყოს აღმასრულებელი ხელისუფლება ფაქტიურად, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობას აქვს დაკომპლექტებული, პრეზიდენტი, ადგილობრივი ხელისუფლება, აქ რაღაც საჭიროა ახალი ჯანსაღი ოპოზიცია ქმედითი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რაც მე ვფიქრობ, რომ ეს ოპოზიცია არ უნდა იყოს რაღაც ხელოვნური, რომ აი მე ოპოზიცია ვარ და რაღაც ეს უნდა იყოს სოფხედელობრივი, რაღაც განსხვავებული იმისგან, რასაც დაუშვათ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს. იქნება ეს ეკონომიკური პოლიტიკა, თუ იქნება ეს საგარეო პოლიტიკა, აქ უნდა იყოს არჩევანი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ აირჩიონ მმართველ პარტიას და
ოპოზიციას შორის და აღარ იყოს არჩევანი მმართველ პარტიას და საქართველოს მტრებს შორის. აქ ძალიან ადვილია გასაკეთებელი არჩევანი, ჩემი აზრით და ქართულებს ეს არ გვეშლება ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ეროვნული წარმოშობის ადამიანებს არ ეშლებათ ეს არჩევანი და ამას აკეთებენ კიდევაც ერთგულად უკვე 10 არჩევნები მოიგო მმართველმა პარტიამ. კი ბატონო, ერთი მომენტია რომ კიდე რაღაცა გარკვეული გამკაცრებები ნახეთ, სულ რაღაც 2 დღის წინ აქციების ჩატარებასთან დაკავშირებით გზების გადაკეტვის თემაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთის მხრივ არსებობს თითქოს ესეთი წუხილი, მათ შორის გარკვეული თვალსაზრისით ხელისუფლების მომხრეებს შორისაც კი, რომ აი ამ ოპოზიციის ამგვარმა ქმედებამ, ოპოზიციის და იმ ხალხის, რომელიც აქციებზე დადის, ამგვარმა ქმედებამ გამოიწვია რაღაცა ესე ვთქვათ გარემოს გამკაცრება. ანუ საპასუხო ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც აი ხა ხვალ რომ მაგალითად მოხდეს და რეალური ისეთი ქმედითი საჭირო პროტესტი გაჩნდეს, იმისთვისაც იქნება გარკვეული შეზღუდვები უკვე ამოქმედებული, ხო? ანუ ის ინსტრუმენტები, რომლებიც გამოყენებული იქნა რაღაც აი ამ ვთქვათ დესტრუქციული ელემენტების გასანეიტრალებლად, ხვალ შეიძლება ბუნებრივია იქნება გამოყენებული რაღაცა გარკვეული ობიექტური პროცესების წინააღმდეგაც, ხო? ეს გამოიწვია, მაგრამ მეორეს მხრივ ეს რეალობაც, რომელიც ჩამოყალიბდა რაღაც საკანონმდებლო სიტუაცია. თითქოს ამან მაინც რაღაც გარკვეული წესრიგი შემოიტანა, ხო? ანუ თამაშის ახალი წესები დაამკვიდრა და ამ ახალი წესებიდან გამომდინარე იქნება სიტუაცია, რომ გარედან არც ეს ეგრეთ წოდებული სამოქალაქო აქტივიზმი და არც პოლიტიკური აქტივიზმი დაფინანსებული აღარ იქნება. მინიმუმ ეს პროცესი შემოვიდა, ხო? და თქვა, ამას შეიძლება გააჩინოს ესეთი, რომ აი თქვა, აი შიდა მოტივაციები იქნება პრევალირებული, ესე ვთქვათ, პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესში. მაგრამ რამდენად დარჩა შიგნით ეს რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ვთქვათ, ფინანსური, მედია რესურსი, ასე შემდეგ, იმისთვის, რომ დამოუკიდებელი, გარედან დამოუკიდებელი პირველ რიგში და ამასთან ერთად ხელისუფლებისგანაც დამოუკიდებელი პოლიტიკური და სამოქალაქო პროცესი იყოს ნაწარმოები. იცი რა, ამას ალბათ რო გვაჩვენებს ჩვენ, იმიტომ რომ ეხლა ეს ძნელია, იმიტომ რომ კი მე გეთანხმები იმაში, რომ შეიძლება რაღაც გადამლაშების საშიშროება ყოველთვის იყოს, როცა შენ არ გაქვს რო არ დაიკარგოს დაუშვათ რეალობის შეგრძნება და რაღაცა გადამლაშებაში არ გადავიდეს ეს ყველაფერი წესრიგი, ესე იგი თავისუფლება არ არის თავნებობა და წესრიგი არ არის რაღაც კაცრი რეჟიმის კოლონია, ხო? რაღაც ოქროშუალედი უნდა იყოს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეხა ეს კანონმდებლობის გამკაცრება რაც შემოდის, მე ეხლა რაც წავიკითხე, იქ არ არის ის მომენტი, რომ თქვან რომ დაუშვათ აი რაღაცები ისე აიკრძალა, რომ საერთოდ არ შეიძლება, რა. საერთოდ ჯამში ეს ქუჩის შეკრება, манифестация იქნება ეს თუ დაუშვათ რაღაც ერთობლივი კოლექტიური გამოხატვა და გამოხატვის თავისუფლება, ეს არ არის აკრძალული, იქ უბრალოდ ეუბნებიან, რომ თუ არ ახართ იმდენი, რომ ქუჩა უნდა გადაიკეთოს, ნუ გადაკეტავთ ქუჩასა, რა. და ჩვენ ალბათ უფრო საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყანასკენ მივდივართ, ვიდრე ის, რომ ქუჩაში შევიკრიბოთ, დაუშვათ, ეხლა უყურეთ ჩვენ ბოლოს აფხაზეთში 3 ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი როგორ გამოიყვანეს თავის სასახლიდან, რა. მიუვარდებიან, გადაანგრევენ ღობეს, აი როგორც ამათ გადაანგრიეს ეხლა და გადაანგრევენ ღობეს, შეუვარდებიან. კლიბები იქაც არის. კლიბები იქაც არის, ხომ ფრინავი კლიბებია, იქით-აქეთ. ხერხავენ. სადაც სოხუმია, იქაც თბილისია, რა. და იქ მერე ეს პრეზიდენტი უკანა გასასვლელიდან გაიქცევა, მერე დარბიან მოსკოვში, რომ აბა დაგვინიშნეთ ვინმე ახალ პრეზიდენტად, ვის დაუჭერთ ხარს. ჩვენ ხო უფრო მეძე გვაქვს პრეტენზია, რა. არა, დაახლოებით იგივეა, ჩვენ მოსკოვში არ დავდივართ, თუ ბრიუსელში დავდივართ, რომ ჩვენ არ დავდივართ და საქართველოს ხელისუფლებას არ დარბის. დარბიან ისინი, ვინც უნდათ, რომ დაემსგავსონ იმას, რასაც აკეთებდნენ მთელი წინა 10 წლეულების განმავლობაში. ხო და ეს მიმდინარეობა, რაც წეგან თქვით ლაპარაკის დასაწყისში, ჩვენ
თქვით რომ დაუშვათ ახალის დასაწყისი უნდა იყოს არა და აი ახალის დასაწყისი უნდა იყოს ის რომ საპარლამენტო დემოკრატიაზე უნდა გადავიდა საპარლამენტო აქტივობა უნდა იყოს მთავარი და არა ქუჩაში დაუშვათ ვინ მოაგროვებს უფრო მეტ ადამიანს იმიტომ რომ ამ ხალხმა 64 მანდატი მოისროლა ქუჩაში ხო ოპოზიცია ვისაც ერქვა ხალხმა დაუჭირა მხარი 64 მანდატი 100 რამდენი კაცი 150 ადამიანი პარლამენტში ეს არის უძლიერესი ოპოზიცია უძლიერესი ხო ეხლა ძალიან ბევრს ვლაპარაკობენ ჩვენზე იმ გერმანიაში აი ეს AfD ესეთია ის იმ AfD-ს პროცენტულად ბევრად უფრო ნაკლები აქვს მანდატი ვიდრე ამათ რო აიღოთ ის 64 მანდატი და საპარლამენტო ის რო გარიგრძელებინათ იქ რა. ნუ AfD-ს 20%-ია ხო. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია უნდა იყოს ჩვენთან. ან არის საკითხები, სადაც პირდაპირ დემოკრატიაც უნდა ჩაერთოს და წარმომადგენლობითი დემოკრატია უნდა იყოს და მთავარია პარლამენტში მიმდინარეობდეს ეს ამბავი და არა ქუჩაში ვინ უფრო მეტ ხალხს შეკრებავს. ეგ საინტერესო შეიძლება ვფიქრობ ამ თემაზე და ეგ თემა ძალიან საინტერესოა პარლამენტში როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გადავიდეს. ხო, პირველი ვფიქრობ იმას, რომ მაგალითად მე მახსოვს ჯერ კიდე ის პერიოდი ჩემს ახალგაზრდობაში, რომ მაგალითად საერთოდ არ იყო ხმაურის კანონი. და მდიდად ამის საჭიროებასაც ვერ ხედავენ, ახლა მიხვდებით რატომ გულისხმობ. იტალიური ეზოები იყო, ადამიანები უფრო მჭიდრო ცხოვრობდნენ, მაგრამ რაღაცნაირად ტრადიცია ერთმანეთისადმი პატივისცემა არეგულირებდა, რომ თუ რაღაცა ჯვარი წერი ან დიდი უბედურება არ იყო, ან რაღაც განსაკუთრებული სიხარული არ იყო, რაღაც რასაც გარშემო საზოგადოება გაგებით ხდებოდა, არც ქუჩა იკეტებოდა და ეს ჯვარი წერი ესე მაგრამ აი პანაშვიდების დროს იყო ხოლმე გამოსვენების დროს ქუჩა იკეტებოდა და ამას ყველა გაგებით ხდებოდა ეგეთი სიტუაცია იყო გვაქვს დაუწერელი წესები პროცესის წინ მანქანად არავინ არ უსწრებდა და არავინ არ მოიხდინეს და ამას არავინ არ უსწრებდა რატო ვიგონებ ახლა ამას იმიტომ რომ ესე ცხოვრობდა ეს საზოგადოება ურთიერთპატივისცემის ასაკურე თავისი მინუსით პლუსით მაგრამ აი მაგრამ დადგა დრო და ეხლა მე ვფიქრობ რომ ესე თქვა გეტყვი რომ ხმაურის კანონი აუცილებელი გახდა იმიტომ რომ ვიღაცამ გადაწყვიტა რომ მე ვარ და ჩემი ნაბადი საერთოდ შემოვიდა თითქოს კი იმის ქადაგება იყო რომ დემოკრატია არის იქ სადაც შენი თავისუფლება იქ თავდება სადაც ხვის იწყება მაგრამ ეს ძირითადად ისეა ძალიან გრძელი ჭია აღმოაჩნდა ესე იგი ზოგიც და იმას და არის რომ მე რასაც მინდა ისე ვიზამ მაგალითად ნუ რესტორანი რომ აქ თელი ღამე ვიგუგუნებ მე ესე ვთქვათ არ მაგიტაფონს გადმოვდგამ ფანჯარაში და ესე ვთქვათ ამან თანათან მოიტანა გამკაცრება და მე მაგალითად დარწმუნებული ვარ ახლა ეს უყურებ და იმას რომ ახლა 11 საათამდე ყოფილი ამის შევკითხულობდი ესე ვთქვი ან აიკლეს სადაც ვერ ცხოვრობ სიტუაცია და 11 საათამდე და რასაკვირველია ადამიანები თანათან იტყვიან რომ არ არის 11 საათი საკმარისი და საერთოდ მე არ შემაწუხო არ მაინტერესებს მე შენ რესტორანი გაქვს თუ გეზეიმება ხო ეგეთ სიტუაცია და რაღაცა შემთხვევები რო არის ტრაგიკული ან რაღაცა ამის კულტურა არის საქართველოში რომ გაგებით შეხვდით არა ყოველდღე ხوار შეიძლება რაც შეეხება პროტესტის იმას როცა ვიღებთ ამ კანონს ეხლა რო იტყვიან დიდი ნაწილი ძალიან შეწუხდა თან შეწუხდა ამ პროტესტით არა იმის გამო რომ ეს პროტესტია ადამიანები ცხოვრობენ ნუ ესეა თბილისი მოწყობილი ცენტრალური ქუჩა არის კი თავროსო პროტესტი გაუგებარია არა თქვა გასაგებია მაგრამ ნუ ესე ვთქვა მე როგორ არის ხოლმე პროტესტი შენ თავისთავად რო აპროტესტე მამუფლებას გაგებით ვეკიდები შეიძლება შენი პროტესტის მიზნებს არ ვეთანხმობდი მაგრამ გაგებით ვეკიდები რომ იყოს მაგრამ უკვე შენი პროტესტი უკვე ემსგავსება რას იცით აი თვითონების გატაცებას მაგალითად შეიძლება შენი პროტესტი არ მოგწონს ის რეჟიმი რაღაცა მაგრამ ნუ მე მინიმუმი ხიფათში არ მინდა ჩამაგდო და მეორე ნუ მიფრინავ სადღაც ხო ავიცი ადის-აბებაში და შენ ამ დროს გინდა კაიროში გააფრინო ეს თვითრინავი ან რაღაცა პროტესტი გამოუცხადო ჯერ ერთი რო უყურებ რომ ის რაოდენობა არ არის ამასთან დაკავშირებით და შემდეგ ის ფორმაც სხვადასხვა უყურებდი ამანაც მოახდინა. ნუ ეს ასე ყველაზე გავრცელდება. ნუ რო ყოფილიყო აქ უფრო 7 დამოკიდებულება და საზოგადოებაში მე ვიტყოდი ურთიერთპატივისცემა და პირველ რიგში აქ ვიტყოდი პროტესტანტების მხრიდან რასაკვირველია ეს არ იქნებოდა საჭირო. საერთოდ მე მეჩვენება ჩავთვალოთ ესე. მე მაგალითად დაფხობაც კი სხვანაირად მომეჩვენა, მაგრამ ამიხსნეს, მადლობთ ეგრეთ წოდებული როგორი მედია არის, კრიტიკული მედია ისე შეურცხვათ ცხვირი, მაგრამ მაინც
ამიხსნეს ერთი კვირა და დამშვიდიო, არავითარი დაფხობა არ ყოფილა, ეს გავიგე, უბრალოდ ესე იგი მივიდნენ. მე მაგალითად ადვოკატსაც ღობე იყო გაკლებული, ქვაფენილი თავისით ამოსული, აი ეს არ იყოს ახტა კუდრელი და ქვაფში ჩახტა, ხო, იქ ესეთი იყო, რომ ადამიანი მე ადვოკატსაც უსვინე და მე ხალხის ტალღებში შეიტაცა, მე იქ მოკლედ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ესენი მიდიოდნენ მარგალიტად, რო იტყვიან და გამოსვინდნენ ის ხეცები ღობეც მოხერხეს და ასე შემდეგ. სხვა შორის ეს ჯერ არ მისულა ლოგიკურ ფინალამდე. მე დავწერე კიდეც ამის შესახებ და ეხსოვებთ, რომ აი არ გავასო ცოტა ხანი თვითონვე, იმიტომ რომ ამ ვერსიებში ვეღარ შეყვები, იმიტომ რომ ისეთი ფანტაზია უნდა მაგას და მოხერხებულება, აი კატარო საიდანაც არ უნდა გადმოაგდო 4 ფეხზე ეცემაო. აქაც ახლა მე მაგალითად მეგონა რომ აქ გაუჭირდებოდათ გამოსვლა და ძალიან იულად გამოვიდნენ და უცებ ყველა გადაეწყო. ოღონდ ეს იქნება რომ ან ორ ადამიანს ესეთი მორალურად გაწირავენ, მე აღხედულობაში ბურჭულაძე და როგორია ეს ბურთას ზოდელავა. ამათ გაწირავენ, ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, აი ჭადრაკის პარტია იქითკენ მიდის, რომ ამათ მოუწევთ ამათი მოღალატეებად გამოცხადება. ანუ ამას არ ეყოფა მარტო სხვა სიტუაცია. იმიტომ რომ მე მგონია რომ სილამლეში ეს ვინც მოიგონა მთელი ეს კამპანია იმის გადასარჩენად არის ეს იმიტომ რომ ვინც დაარწმუნა და ცხადია ეს ორი ადამიანი ხა მოდი ასე ვთქვათ ამას უკავშირდება ეს ორი ადამიანი ვინც დაარწმუნა ეს ორი ადამიანი შეიძლება შორშრეტელობაზე შეიძლება ვიღაცა მიქილიკოს არიქილიკოს მაგრამ ეს ორი ადამიანი ხო არ იყო ესეთი სტერილურად მოაზროვნა ესე იგი ფაქტია რომ ისინი რაღაცის გამო ვიღაცამ დაარწმუნა ვიღაცა ერთად მათ იმჟელებს და იქ წავიდნენ და მათ ხო იცოდნენ რომ თუნდაც ყველაფერს თავი დავანებოთ რომ 1 საათის შემდეგ როცა ისინი აცხადებდნენ რომ დაიწყეს 1 საათის შემდეგ ეს რითი დამთავრდებოდა ისინი სხვა შედეგს ელოდნენ თუმცა მათ ძალიან როეძახიან ახლა გეგმა არ იყო ძალიან წყობრი გეგმა წამოაყენეს ყველა გეგმა ეგრე მოხდა საფრანგეთის რევოლუციის ბასტილის აღება ეგ იყო და ზამთრის სასახლის აღებაც იყო და პარლამენტის შესვლაც 2003-ში ყველგან ეგ არის ხა რამე რა გეგმა უნდა იყოს შენობა უნდა დაიკავო და ამის შემდეგ როეძახიან პრეზიდენტის სასახლე მნიშვნელოვანი არ იყო ეგ ასეთ შენობა არ იყო მნიშვნელოვანი არც ის ბასტილი არ ჭირდებოდა არავის მაგრამ ნახეთ რა იყო აბა ერთი წუთის სცენარი თქვათ რა აბა პრეზიდენტის მისევ ამბობ ჩვენ სადაგვაქვს ეგ ფანტაზიის უნარი მაგრამ უბრალოდ ჩვენ რასაც უყურეთ მე ამიტომ ადამიანო ეს თქვათ და აიღოთ პრეზიდენტის სასახლე პრეზიდენტის სასახლეა და მაგალითად რომელიმე მაიას სანდუს განცხადება აღებულ იმაზე წავგეკითხა ან აი ფინეთის საგარეო საქმეთა არ უკვე მაია სანდუ რომელიც მეძალი ხომ აქვს უფლება ძალიან მეჭვეპარება რომ ეს მის ტვინში მოხარშულიყო ესე იგი ეს იყო საერთოდ ერთი ჯაჭვის ნაწილი რომელიც ესე ვთქვათ მე შერჩა თორეს მომზადებული იყო და დაეწყო ცნობა და ეთქვათ რომ აი ჩვენ უკვე ორხელისუფლიანობა და ხო შეიძლება და ეს ხო არა ორხელისუფლებიანობას არ იტყოდნენ არა ცხადი არ იტყოდა რა ისინი იტყოდნენ რომ პირდაპირ იმიტომ რომ ევროპარლამენტს მიღებული აქვს დადგენილება სადაც პრეზიდენტად აღიარებენ ისე იმას რა ქვია სალომეს კი ბატონო ხო არა რას გეუბნები რომ სალომეც იქვე ტრიალებდა შორს ტრიალებდა ხო და ამას გეუბნები მაშინ იქნებოდა ეს ესეთი სასაცილო არა ეს სახუმარო აღარ იქნებოდა ხო ანუ პრეზიდენტის სასახლე იყო სიმბოლო და წარმოიდგინე სადღაც ცხოვრობ შენთვის ნეპალში მაგალითად ეს აქტუალურია და მოდი ცნობა რომ პროტესტანტებმა საპროტესტო მოძრაობამ სადღაც შორეულ საქართველოში დაიკავეს პრეზიდენტის სასახლე ადამიანები აი ჩვენ ვსკროლავთ და ამას ულოცავს ევროპარლამენტის ძალიან დემოკრატიის გმირი ზელენსკი კიდევ რასაკვირველია მარტო ზელენსკი არა ბდელი ევროპარლამენტარები ულოცავს გაიმარჯვა დემოკრატიამ და ამის შემდეგ აბა თქვენ ახლა მშვიდობიანად გადაეცით და ამბავი ეს ჩვენ ერთხელ ხო გავიარეთ კი მე იქ ელჩების მივიდოდნენ მეორე დილით გავიარეთ ახლა გოყურებთ ეს ხო შენ ჩვენ ამას ყველა მოყურეთ შენ კისერზე ამან ხო ამას რა უნდა იმიტომ რომ აღქმების ეპოქაში რაშიც კიდე იმას დავარწმუნებ და ჩვენ საყვარელ ევროპაში სადაც უნდა გითხრა რომ შეიძლება გასაოცრად ეს არის რომ
ტელევიზიების და საინფორმაციების იმაზე მეტად ჯერა ჩვეულებრივ რიგით მოსახლეობას ვიდრე უნდა ჯეროდეს. ამას 2 დღეში დაამუშავებდნენ ამ ტვინებში და იტყოდნენ რომ აი გაიმარჯვა დემოკრატია აღსდგა დადგა დრო სანეტარო რომელში რომ ხო ეს არის ასე რომ ეს ესეთი თქვა ეგეთი სასაცილო სიტუაციაც არ არის. ეხლა რა შეიძლება ამას როგორ უკავშირდება კანონები რისთვის არის საჭირო. ეხლა მიდის ამ ერთი ადამიანების ერთი ჯგუფის თვალთახედვით. კაი, მთელი თვალთახედვით არა, მაგრამ ჩვენც ხო გვაქვს არსებობის უფლება. აი, ლაპარაკის უფლება ჯერჯერობით ხო გვაქვს. ხო შეიძლება რომ ლოზუნგებით არ ვილაპარაკოთ, რასაც მოგვიწოდებთ. საქართველოს იბრძვის დამოუკიდებლობისათვის ეს ჩვენ ხო დაგვაწყვეტ, ეს არის დიდი და ხანგრძლივი პროცესი. სხვა შორის ასე იყო, ისე იყო რომაელთა ისტორიაში. იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავის საქართველოს მომავალს და ბედნიერებას ხედავდნენ თქვათ ოსმალეთის შემადგენლობაში. და მაგალითები თქვათ სპარსეთის შემადგენლობაში და მის გამგებლობაში, რუსეთის შემადგენლობაში, მონღოლეთის შემადგენლობაში. ესევე ხედავენ განსხვავება არ არის თქვათ ევროპის შემადგენლობაში ან ამერიკის შტატად. მათ შორის მე შემთხვევით კი არ იყო აქეთქოს ლაპარაკობდა ამბანი გადავაკეთოთ ლათინურზე გადავიდეთ და ეს დოლარი შემოვიღოთ. და ხე როგორ არის ეს შეიძლება აი ძალიან თეორიულად და ფილოსოფიურად თუ იმჟელო თქვა რომ ადამიანს აქვს აზროვნების უფლება ასეთ გამოთქმის აქვს ასე ხედავს ბედნიერების წყაროს ხო აი ხსნის გზას ასე ხედავს დაუტოვოთ რომ აქვს მაგრამ და თუ ამას დაუტოვებთ მას ამ უფლებას და უტოვებთ ჩვენ ამ უფლებას რეალურად რო თქვა და უყურებთ რომ ამას მაშინ ჩვენც უნდა გქონდეს და ადამიანებს თქვა რომ იცი რა ესე არ მინდა და როგორ უნდა გადაწყდეს მინიმუმი უმრავლესობით მინიმუმს რომ აი აქ ეხა სადავდები ვედით მაგრამ იქ არის თემა ესეთი ვარა უმრავლესობით კი არ უნდა გადაწყდეს ისე როგორ ჩვენ გვინდა და აი რთული გვარი რო აქვს რა რასაზე რო იწყება და პირობით იუკნევიჩიანი აუ ხო მაგარი ვარ როგორ უმეცადინია ნაშკარად ამეცადინები სერიოზულად ნამეცადინები არა ნუ შევდარ რთული გვარი აქვს იმასაც გაუჭირდება ხა რაღაცა რო თქვა ხო რაღაც გვარების ადვილები მაინც დაიმახსოვრე თქვა ფოტიგა ხო აგერ გეტყვი რატო ხა მაგალითად ამაზე კაი გამახსენდა აგერ უსვენდი ხო იმას რომ ესო ჩვენო ქართული ენაც ხო ცუდად ღირცო რო თქოს რა აბგერები გვაქვსო და ამას უსვენდი ხრა რა კრიტიკულ მედიაში იყო განეხილეს და ამოიღებთ ხლა ხს და რაღაცები რაც არის რო იმ კაცს არ ეწყინოთ რო არ უცხოელებს არ ეწყინოთ აი ამაში არ მოხდა ამიტომაც არ ეწყინოთ ეს ყველაფერი აი რატო ხდება ხე ჩაბოვიდნენ იმიტომ რომ იქ არის დამოკიდებულება რომ რას აქ ყოველთვის ესე იყო რომ გარედან სახელმწიფოს და სახელმწიფო ყველა ერთნაირია და არც საქართველოს არ მოვიკლათ ესე იგი თავი უმანის როცა ჩვენ მქონდათ თავი და ძლიერება იყავი ჩვენ ზუსტად ისეთივე ამბიციები მქონდა და ეხლა წავძლებს ხოლმე წარსულში ეგეთი სიტუაცია მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თავი გარედან არ დავიცვათ ნუ ესე ვართ ადამიანები მოწყობილი ეხლა კაინმა მოკლა აბელი ხო ამის დაუმავლები ვართ ეს უნდა რეალურად გავიაზროთ რომ ასეთი კი ბატონოს თუ არ მასმენძლობა რომ გინდა თუ არა ხო სხვა ქვეყანა მოდის და ჩვენთან ესე იგია უნდა რომ 64 ააშენოს გეგონება თავისთან უკვე აშენა ეს ტყუილია თან ერთი რამეს დავაკვირდეთ ვასკო თან უნდა ვეხვეწოთ იმათ რომ მივიღონ ამიტომ როგორც აი რუსეთს ვეხვეწეთ რომ მიგვიღეო ხო ფაქტიურად ახვეწინეს მთელი რამდენი წლების განმავლობაში ისე ახლა უნდა ევროკავშირს ჩვენ ვეხვეწოთ და რა თქმა უნდა ისინი მე თუ ჭირდებათ რაღაცაზე მიგიღებენ ან დაგიახლოვებენ ან არ დაგიახლოვებენ ან დაუშვათ გეტყვიან რომ ეს ყველა ქვეყანას შედახერანი იქიდან უკავშირდება აქ რაღაც ძალას ადამიანების ჯგუფს და როგორ ხდება ეს ურთი ხელი ხელს მას აქ ხელს უწყობს რომ ძალა უფლება შენ მოგცემ და დაგეხმარები ძალაუფლებას საბოლოოდ ჩემ ინტერესებს გაატარებ. ახლა გადაიტანეთ ეს ნებისმიერ მოდელში ნახავთ. ესე იყო სპარსეთში, ესე იყო ძველს აი საბერძნეთთან ურთიერთ ყველგან ესე იყო, ყველა ეცდება რომ შენ მე შეგიწყობ, ასე ზოგადად კი არ ხდება. ამას დიდი მნიშვნელობა კი არ აქვს. ზოგჯერ ლიბერალური დემოკრატიის სახელით ხდება, ზოგჯერ იმით ხდება, ნებისმიერი სარჩული შეიძლება მოხდეს ეს ინტერესების დამთხოვა და თავარია სიკეთეთ გაფრონდეს და ახლა ესე კიდე თუ არა მე ქვეყანას უღალატო კი არავინ არ გამოვა იტყვის, მაგრამ იტყვის რომ აი მე შენ ამაში დაგეხმარები, შახი რო ვარ, სამაგეროდ შენ აი ამას გამიკეთე. აი შიდა აღქმაც როგორ არის იცით რომ აი დაუშვით ჩვენთან შიგნით არის ეს სიტუაცია რომ ჯერ არის თაობა რომელიც ევროკავშირში და ევროკავშირის ქვეყნებში პოლიტიკური ლიდერები
არიან ის ადამიანები, რომლებიც მოესწრო საბჭოთა კავშირის დამარცხებას. საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა კაპიტულაცია დასავლეთის წინაშე და მათ მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია, რომ ატომურ სახელმწიფოს მოაწერინო ხელი კაპიტულაციაზე. მიაჩნიათ კი არა, ნანახი აქვთ ეს. განცდილი. ხო, ანუ ისინი ამბობენ, რომ რუსეთი არის აბსოლუტური ბოროტება, ჩვენ შენ დაგიცავთ რუსეთისაგან, მიგიღებთ ჩვენთან, ოღონდ შენ უნდა იყო რუსეთის გარშემო მყოფი ქვეყნების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც რუსეთთან არის მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმში, შენ უნდა იყო მასთან კონფრონტაციულ რეჟიმში, ჩვენ შენ დაგიცავთ, ან მიგიღებთ, ან ეხა თლათ ვერ მიგიღებთ, იმიტომ რომ ეხა რომ მიგიღოთ მე კონფრონტაცია აღარ გამოვა. ხო, ანუ რომ მიგიღოთ, მე ფაქტობრივად ჩვენზეც გადმოვა ის კონფრონტაცია. თლათ ესე არ გვინდა ჩვენ გეუბნები. აი შენ თუ იქ კარგად მოიქცევი და შეაწყდები ზედ რუსეთს, რაც დარჩებით, იმას მე მიგიღებთ დაუშვათ ჩვენ წიაღში, შიგნით და მე იქნებით ბედნიერები. ჩვენ ხო ესე იგი აბსოლუტური ჭეშმარიტების მფლობელები ვარ და ეკონომიკური სიკეთეც აქ არის, სამხედრო სიძლიერეც აქ არის. ჩვენ ერთხელ უკვე დავამარცხეთ საბჭოთა კავშირი და კიდევ დავამარცხებთ ახლა უკრაინაში რუსეთს. ხო არის, რომ ეხლაც არიან ისინი, რა ქვია, ვიღაც საინფორმაციო საშუალებებით გაბრუებული ადამიანები, რომლებსაც ჯერათ, რომ დღეს ხვალ დაამარცხებენ რუსეთს, აი F-16-ს მიცემენ დაამარცხებენ. აბრამსები რო ჩამოვა, უკვე დამარცხდებათ. აი აბრამს მარუშელა, ეხლა ატაკამსებს მივცემთ და მერე დამარცხებთ. ტომაჰავკებს და ასე შემდეგ, არა? ეს არ მთავრდება არასოდეს. და ჩვენთანაც შიგნით საზოგადოებას გარკვეულ ნაწილს საზოგადოებას არამედ გასამომე რომ ჩვენ უკრაინა უნდა შევაიარაღოთ, დადებითად ღიად რასაც ამბობენ. ღიად რასაც ამბობენ აბსოლუტურად რაც დადებითად მიაჩნიათ, რომ ჩვენ უკრაინა შევარაღოთ და ამით უნდა იქნას ევროპა დაცული. ამას ხო აბსოლუტურად ღიად ამბობენ. და უნდა მაგის გავრცელება ხო და რომ დავიცვათ სამართლიანობა, რომ მე მივაყოლოთ სიკეთე და ყველაფერი და ეს არის ბოროტება. დემოკრატია. ახლა ნახე, ეს რასაკვირველია, თუნდაც მივიღებთ რომ ეს ნამდვილად ესე ფიქრობენ. შემთხვევით არ ვარ, ესე ფიქრობენ თუ არა სინამდვილეში და სინამდვილეში რა მიზნები აქვთ. იმიტომ რომ ისტორია სხვა რამეს აჩვენებს და ამას ვიტყვით. თუ მოვასწროთ, მაგრამ სინამდვილეში და ამ როლშიც გონებია რომ თქვენ რატო არ გინდათ ამაში ბრძოლა და მე პირადად ერთი ადამიანი არ მინდა. დავკარგეთო, ამიტომ ამბობენ რომ დავკარგეთო. ჩვენ ვისაც არ უნდა ეს დამოკიდებით არის რომ ეს ამ ბრძოლაში დიდი გლობალური სამართლიანობის ბრძოლაში გამოიწვევს ჩვენს გაქრობას. უკრაინა ძალიან საყვარელი და ძვირფასი ქვეყანა, ვისაც არის. ესე იგი, მაგრამ უზარმაზარი ქვეყანა, ხო, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა და ასეთი მოსახლეობითაც ისიც რა შავდღეშია და ჩვენ ალბათ ამისთვის დავჭირდებოდა ნახევარი დღე, ტერმა არ აქნას, ხო, ეს 400 დრონის და რაღაც ისის ჩვეულებრივი ამბავია, ყოველდღიური ამბავია და ჩვენ ესე ვთქვათ თანამედროვე ტოლულობის ამბავში. ეხლა ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ, იცი? ეს დიპლომატია არის, დიპლომატიური ენა არის ერთი სხვა. დიპლომატიაში სიმართლე ითქვება, არ ითქვება ამის განხნო, ცხადია რომ იმას თავისი ენა აქვს და უნდა წაიკითხო, მაგრამ არის ინტერესები და ჩვენ და ძალიან ხშირად რომ ვუყურებ, აი ჯერ კიდე მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი დამოუკიდებელი ვარ, ჯერ ადამიანები მაინც ვართ წავძლევს ხოლმე საქართველოში. ალბათ იქაც ყველგან ემოციური ფონი და ისე დაგვყავს ეს დიდი პოლიტიკა, თითქოს აი რაღაც ადამიანები ბედა ბიძინა, ახლა ბიძინას თუ გული აუჩვილებ, მერე შეიძლება კამფეტი მაჩუქოს, ან რაღაც ან ეწყინოს, ან და მერე დამიმეგობრდეს და ჩემ მეგობრობის გულს. ეს შეიძლება ორი ადამიანის ურთიერთობა არ გადადის სახელმწიფოში. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ კოლუმბის გმირობაზე და ესე მithizrებული და ისე თქვა, რომ კოლუმბა აღმოაჩინა აბრეშუმ რესურსებისთვის და გზას ეძებდა და ფული და ოქრო უნდა. აი მარტივ ეს იყო მთელი ყველა. ეს იცით რა არის? ხო და რა მინდა, ნებისმიერი მოძრაობა უნდა ვიცოდეთ სახელმწიფოებში არის რესურსებისა და გზებისთვის, ანუ მხოლოდ ამისთვის არის. გამორიცხო, როდესაც ნახეს, მე რა შემთხვევით კოლუმბი კი არ გავიხსენე, შემთხვევით რა გამახსენდა, ნახე, როდესაც ნახეს, რომ აღმოაჩინეს ცარიელი ტერიტორია, ესე იგი იქ არის ქალაქები და იყო რაღაც ძალიან მიამეტი საყვარელი ხალხი, დავავიწყდა იმათ ძალიან საყვარელი ხალხი, კოლუმბი ძახდა 64 აღმოაჩინეო.
ნოლი იყო ინტერესების მიერ და თქვენს რომ კრეტინო ეუნებოდნენ ეს სისულელეში რატო მოგვიყვანეო არავით არ ინტერესი არ აღმოჩნდა ეხლა რასაკვირია თუ ისეთი მიამიტები ვარ თქვა რომ ადამიანები ეგეთი იყვნენ ესე იგი მე-15 საუკუნეში და მე-16 საუკუნეში და ეხლა ვარ ძალიან მაგრები არა ადამიანი არ იცვლება აბსოლუტურად ერთი ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ნებისმიერი სახელმწიფოს შორის მოძრაობა აი როგორც კი ერთი სახელმწიფო რაღაც ინტერესს გამოხატავს უნდა ვიცოდეთ რომ მას ამოძრაებს რესურსები, გზა, ანუ ისევ რესურსები ხო და ფული და უკრა მეტი არაფერი. რა შეეცით საქმე? მე მრჩება კიდევ შთაბეჭდილება ისეთი რომ ჩვენი განსაკუთრებით გვიჭირს. ანუ ამიტომ ვარ ჩვენ საჭირო. ჩვენ იმიტომ გვიჭირს გარესამყაროსთან განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებთან და გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე ქვეყნებთან ეს იქნება თუ დაუშვათ იქ ამერიკის შეერთებული შტატების იქ ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული ბევრი რამე ურთიერთობა იმიტომ გვიჭირს რომ ჩვენ არასდროს არ ყოლია ჩვენ კოლონია ევროკავშირის ქვეყნები ევროპის დიდი სახელმწიფოები მთელი 400 თითქმის 500 წლის მანძილზე თავიანთი ეკონომიკა, მენტალიტეტი, პოლიტიკური ცხოვრება, ყოველდღიურობა, სოციალური სისტემა აწყობილი ქონდათ იმ მოდელზე, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოდელზე, რომ ისინი იყვნენ მსოფლიოს ბატონ პატრონები, მთელი აფრიკის კონტინენტი იქნებოდა ეს თუ აზია და რუსეთი არ გამოვწეს აქვეა. კი ბატონო. რომ იყო მათი ვასალი ფაქტიურად, ეხლა იყო პერიოდი რუსეთში, როცა დაუშვათ რუსეთის საიმპერატორო კარი იყო გერმანული აბსოლუტურად. ხო, გერმანული მართლობით, ენა გერმანული, ნუ მანამდე ფრანგული იყო და მერე გერმანული და შემდეგ ესე იგი კოლონიური მართლობა, რომელიც ქმნის განსაკუთრებულ მენტალიტეტს თვითონ პოლიტიკურ ელიტაში უპირატესობის და მეორე იმის რომ შენ უნდა ყავდეს რამოდენიმე მარიონეტი რომელთანაც არა მხოლოდ ფინანსურ და ეკონომიკურ ურთიერთობაში ხარ როგორც ვასალთან და კოლონიასთან არამედ მათ რასაც ეთქვი იმას აკეთებენ და ჩვენ ეს გამოცდილება არ გვაქვს ჩვენ ესე იგი აი ჩემი მეგობარი ვასი ხშირად ამბობს ხოლმე რომ აბა უყვარ ვართ ანუ ჩვენ ვართ ერი რომელიც ცხოვრობთ ორ კავკასიონს შორის არსაიდან არ მოსულ ვართ აქ და სულ აქ ვართ ჩვენ და სულ მოგერიებაში ვართ დიდი იმპერიებს შორის დაბოლოებაში მცხოვრები მათ გადაკვეთის ადგილას მცხოვრები ხალხი ვართ რომელიც ხან ერთ იმპერიას როგორც ითქვა უკვე ხან იქ სპარსეთია, თურქეთია, რუსეთია რაღაც მათ შორის მოძრაობდით არა ეხლა ბოლო რამდენიმე 10 წლეულია, რაც ჩვენ საერთოდ ვაღიარეთ, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება არის, ესე იგი, ევროპაში დევს და იქ უნდა შევიდეთ და ევროპაც იყენებს ამ მდგომარეობას და გვექცევა ისე, როგორც გვექცევიან ის ევროპარლამენტარები, რომლების გვარებსაც თქვენ ვერ იმახსოვრებთ და მე უკვე მამაო ჩვენოსავით ვისწავლე იმათი გვარები, იმიტომ რომ დღე და ღამე მამას ვკითხულობ. შენ დაგირეკავ ხოლმე? ხო, რო გაგიჭირდება დამირეკე კი ბატონო. მას სახელი ხო დავიხსოვე. ანუ ეს არის ჩვენი მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი პრობლემაა და ეს უნდა დავძლიოთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, არა კი არ უნდა ვიოცნებოთ იმაზე, რომ ჩვენ რაღაც კოლონიები გავიჩინოთ სადმე. უბრალოდ უნდა გავისიგრძეგანოთ ის, რასაც ამბობდი. ეხლა რომ ყველა ურთიერთობაში არის ინტერესი ვაჭრობა, ეკონომიკა, გზები და სამხედრო კავშირი. დომინაცია კი ბატონო. ხო, ანუ ჩვენ აი ნახე ეხლა რომ პროვოკაციულად არ იქნას გამოყენებული, მინდო კი არ რამის გვეშინია, იმიტომ რომ ისევ მრუდეგზით არ წაიყვანო და ტვინი არაურიო. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ. ახლა ჩამოყალიბდა რომ ვინმე ცუდია. არა, ანუ დედამიწა როგორ არის მოწყობილი და დედამიწა ესეა მოწყობილი. დედამიწა არ არის გრავიტაციაზე ვლაპარაკობ. გრავიტაციაზე. დედამიწა არ არის კანონზე ვლაპარაკობ. ესეთია და მოხე შეება ვიღაცა გადაერიოს ეს რასაუს. დედამიწა არ არის სამართლიანობის პრინციპზე აგებული. ან შეიძლება ეს სამართლიანობა ყოველ შემთხვევაში დედამიწაზე ადამიანების განსაჯელი არ არის. შეიძლება სადღაც ნუ სხვაგან არის ადამიანის იმას აღემატება. ეს არის ინტერესებზე და მიზიდულობა და გრავიტაციაზეა დამოკიდებული ადამიანებს შორის
სულ ინტერესებია, რასაც მოდი და ეს ესე უნდა მიიღო, ეს იმიტომ რომ მაგალითად არის რომ დიდხანს გვეგონა რომ იწყებოდა აი ეროვნული მუზეუმი, წავალ და საერთაშორისო სასამართლოში გავარ და საქართველოში იყო წვედა რომ სადღაც არის ესეთი სასამართლოს რაღაც 3 თეთრწვერა მოხუცი ზის, თავარია ჰელმუტ კოლს, თავარია მივიდეთ და ჩვენ აუხსნათ რომელიც დიდი ნაწილი დასანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების თავარია მივიდეთ, ეს საერთოდ არ უცოდეთ მაშინ ხაგა რო იყო, მაგრამ თავარია მივიდეთ და აუხსნათ რომ რომელიმე პატივცემული შახაბასი ძალიან ცუდად იქცევა და ეს იმდენად თვალნათელია რომ ეგეთი სიტუაცია საკმარისი აუხსნა და ყველაფერი დალაგდება და აი თუ მაგალითად სადღაც იყო რომ კეთილი მეფის იმედი ქონდა ჩვენ ქონდა აი ეგეთი რაღაცის იმედი რომ როგორ შეიძლება ხა ჩვენ ყველა ერთად ვთქვათ და რაც ახლა დატრიალდა როგორ შეიძლება ხა შახაბასი ხო ხდებით როგორ შეიძლება რომ სულხან საბამ რო აუხსნა როგორ შეიძლება რომ ხა აღიხსენი მეტი რა გინდა რო ხდა ეხლა მაგალითად მაგრამ ის რო არის როგორ შეიძლება ხა აღამახმად ხანს ეს აუხსნა ან და როგორ შეიძლება რომ ის არ მოგეშველოს რო გაიგებენ ხო და ეს არის ეგრე არ არის და მოწყობილი სხვათა შორის ჩვენმა დიდმა პოლიტიკოსებმა ეს იცოდნენ და რო დავაკვირდეთ საქართველოს ისტორიას ის ვინც პრაქტიკულად იქცეოდა და ითვალისწინებდა ამას აი ნურს არის ხოლმე საქართველოს წარმატებული სიტუაციებისა და იყო სიტუაცია როდესაც ამას ვერ ვითვალისწინებდით ხო ეს არ არის მოწყობილი არის ძალიან ინტერესებზე და ამიტომ სულ უნდა ვიყოთ ფრთხილად იმიტომ რომ ჩვენ ახლა მაგალითად აი ტვიჩი ჩაჭდა ეს ასეთივე დიდი შეცდომა იქნება როცა ჩვენ რაღაც იმედგაცრუებას დავინახავთ ანტიევროპული ან ანტიდასავლურის გაჩენა და ეხლა ვთქვათ რომ აი ეხლა ჩინეთი გადაგვარჩეს ეს არის ეს სხვადასხვა ეს ხალხთა მეგობრობის ესეთი მოდელი ძალიან კარგი ვებსტრაუსაში ყოველ შემთხვევაში ეხლა ესე არ არის ჩვენ თაობას ეხლა აღარ არის საერთოდ აღარ წერენ თემებს და საერთოდ ეს როგორ ის ცალკე საკითხია მაგრამ იქ იყო ხალხთა მეგობრობის მოტივი ვებსტრაუსაში და არის ეხლა იქ ხადამგელი ერთაძოვდნენ ესე არ ხდება ყველა ქვეყანა მოქმედებს ძალიან მკაცრი ინტერესებით ძალიან მკაცრად და ძალიან ზუსტად იცის აი როგორ შენ დილით ადგები და გინდა ვიღაცას უნდა ნავთობი ვიღაცას უნდა ბამბა ვიღაცას უნდა урანი აი ეს ინტერესი ვიღაცას უნდა პორტი და იმაში მაშინაც კი როცა შენ არა პორტი ყველას უნდა როცა შენ ვერ ხედავ რა ინტერესია დასაგურელი ის რომ მოდის ნახე როგორი ამბავია აი უხეშად რო გითხრა ვიღაცა მოდის და გეუბნება რომ მე შენთან მოვედ დავამყარე და ესეთი და დასაგურელია და მოდის და მე მითი იქნება პირობითად რო თქვა ხარ არ შევიდეთ ოქროცაწმისში სიალულეში რა უნდა და სხვა ასე არავინ არ მოდის უნდა მოვიდე და უნდა გაგძარცვო ეს არავინ არ მოდის ახლა მოდი ახლა მოგატყუებ და ახლა ჟილეტი უნდა ჩავიცვა მეო და მე გამოვიყენო ან და შენი ქალაქი ასე არავინ ამას არ გეუბნება მაგრამ შენ თუ წამოეგები და აი ახლა არის აი ეს სიტუაცია ჩვენ დიდხანს ვიყავით რეალობას მოწყვეტილები და ახლა უნდა თანათან ჩამოვიდეთ აი ამიდან გაღასებ მაგრამ ჩვენ მაგალითად უნდა ვიცო იმიტომ კი არა ვინმე ცუდია და კარგი ოსმალეთი არ იყო დემოკრატიული ფონდი როცა უნდა ყოფილიყო დემოკრატიისკენ მისწრაფულიც არ იყო არც სპარსეთი არ იყო დემოკრატიისკენ მისწრაფული ხო სწორია მაგრამ და ორივე ჩვენი წყვეთა ვაჭრობა და არის ამასთან დაკავშირებული და ჩვენი ტრაგედია და უბედურება მაგრამ მაგალითად გენუა და ის ევროპის ქალაქები იმ პერიოდთან შედარებით ევროპისკენ იყო მაგრამ არანაკლებ გატაცებით ვაჭრობდნენ ტყვეებით და მონებით რას გვაქვს შენ რაც თქვი გაგრძელებაში სხვა საქმეა შენ როგორ გიყურებდნენ ამ სიტუაციაში აი შენ როგორ გიყურებდნენ შენ როგორ გიცქერენ და არის იქ პრობლემა აი კოლონიური და ჩვენ რო კოლონია არ ქონია ეს ერთია მაგრამ მეორეა დამოკიდებულება როგორ არის ჩვენს ვიბართ აი მე რო უყურებ მაგალითად ევროპელებს და ამას არ ჭირდება რომ ქართული კულტურა და ევროპული კულტურა და მსგავსება და ეს ჩვენ რო ვართ ეს ჩვენ ვიცით მაგრამ აი რო უყურებთ ევროპელ პოლიტიკოსებს და პოლიტიკოსი რატოა საინტერესო იცი პოლიტიკოსებს მაპატიონ თუ გინდა უმაპატიებენ რო უყურებ ხოლმე და დიდი განათლება არა აქვთ ხა ევროპულ ეს საშუალო ეს საქართველოშიც და სოფლიოშიც ესე არის პოლიტიკოსი სხვა ტიპის პროფესია აი რო ხა შენ რო მოთხო ამერიკის სენატორებში ხა მოკითხე სელინჯერი რამდენი შეიძლება ქონდეს საკითხული მე კი არ გეუბნები რომ ეს გინდა თუ არა წაიკითხავ სელინჯერს და განათლებული გახდები მაგრამ ეს არის ამერიკულ კულტურებას სანზიერი მას ეს არ ჭირდება ის არის ინსტრუმენტი რომელსაც ესე იყენებენ აი და აკვირდი ევროპელი ჩვეულებრივი ამბავი შენ არ გიყურებს მაინც გიყურებს იმ თვალსაზრისით აი როგორც თქვათ
იმ ქვეყნებს, რომლებიც მას მოეჩვენა, რომ მისი კოლონიები არის, მისი არის და მაგალითად მისი დამოკიდებულება მოეჩვენა არიან ხო და მისი მაგრამ დამოკიდებულება თვითონაც რომ კოლონია გახდნენ ამაშია საქმე. მისი დამოკიდებულება არაბულ სამყაროსთან, მაგალითად, მათ დაიწყებული აქვს, რომ არაბული სამყაროსგან შეითვისეს მთელი ეს ბერძნული ფილოსოფია, ალგებრა და მთელი ამბავი და არის ერთგვარი ზებოდან ყურება. კიპლინგი ჩვენიერი მწერალი, მაუგლი ჩვენ ესე ვიცით, ხო და სხვა ის არის. ხო, მაგრამ მისი ლექსი ამასობაში თვითონ გახდნენ აბსოლუტურად დამოკიდებული ამერიკის გახდნენ, მაგრამ აი მისი ლექსი ნახე, საგარეო პოლიტიკაზე. ხო და ნახე კიპლინგის ლექსი. კიპლინგი მომრავლება იცის ჩვენიერი თარგმანია და გამოწებულია ჩვენთან და აი ჩვენ აი გასი კაუჩუკი ოჩქარა თეთრი ბატონი ბრძანებს ეს გასითიარეთ ულიდეთ ზვირც მიადენეთ ზვირთი წარფშეხრულება ზიდეთ თეთრგანიანი სტვირთი და მე მთელი ამბავია და ეს მთელი ეს სამხედროობა ეს ვერქრება რომ და ასე აღიქვამს და ეხლა ჩვენ გვიყურებენ რომ კაცო შენ რო გეუნები რომ აქეთ წადი და ეს საქართველოს ეხლა მთელი ამბავი. არა ჩვენი კიპლინგი არ ყოლია. არ ყოლია რას ხტუნაობს ეს საქართველოს? ეს არა დამოკიდებულება არის ამის. ვიცი ხო? ჩვენ ხო გეუნები, არა ამას უყურები. რატო ხტუნაობს? შენ გეუნები რომ ესე არა ამ ხელა პროექტს ვაკეთებ, მე რაღაც ველაპარაკები ჩინეთს რაღაცა. შენ ხო საერთოდ საქმის კუშს არ ახარ. კი ბატონო, გააჩერდე, რა ვინ გეკითხებაში და ამ დროს შიგნით გაჩნდა და გეუნება რომ იცი რა, გუში გავალვე რუსთაველზე და შედესე არა მე კიდე ვიტყვი რომ დემოკრატიას ვიცავ. აი მე ვიტყვი რომ დემოკრატიას ვიცავ და 50 კაცია. მე ვიტყვი რომ გადახერხილი იყო ღობე და მე საერთოდ ვიტყვი რომ ჩამოგაგდებ ერთხელ ხო ჩამოგაგდე ერთხელ ხო მოვაწყო და საერთოდ და შენ ესეთი სიტუაცია იქნება. ავღანეთში ომი რო იქნება წავიყვან და შენ ჯარისკაცი ვიცავ 10 ჯერ უფრო ნაკლებს 20 ჯერ უფრო ნაკლებს ან 30 ჯერ ვიდრე იმა და საერთოდ შენ იმიტომ ეხლა მიდის ეს ცნობა რომ ჩვენ ძიმენა გვცნობენ თუ არა თავის სიტუაციას. აი და აი ამაზე მიდის კი ბატონო. მოკლედ ის ასაც ვარ ეს რეალობას უნდა შევხედოთ ჩვენ. ის სურათი რომელიც აღწერეთ ну ალბათ კიდე არის რაღაცების დამატება შეიძლება, მაგრამ იმ რეალობას აღწერს რომელშიც ცხოვრობთ, ხო? მათ შორის აი იქიდან დაწყებული წეგან იმაზე რო იყო საუბარი, რომ პრეზიდენტის სასახლეში შევიდოდნენ, იქ აღიარება მოყვებოდა ამასთან, ეს ანუ ძალიან რეალისტური სცენარია. აბსოლუტურად, იმიტომ რომ გიორგი ისე მიაქცია ყურადღება რა, აი ხა, კარგად წვეთებ და გულდი. შენამობ შევიდნენ, მაგრამ მთლიანობაში ხა იქ ვიღაცა წინა რო აღშფოთდება, თქვა რაც ვილაპარაკეთ. ეს იმიტომ კი არა, ისე იყურებიან, აი რაც შენის თქმები დაიწყე და მე გავაგზელე კოლონიისები და არა, ევროპამ ეს ვერ დაინახა და გითხრა ამბავი რუსი. ეს აკი არ გაჩნდა რომ გადახერხილი. ეს ახლა მე ეს უკვე არიან ესე თქვა აქაური ჟონგლიორები, მე მოიგონეს ახლა გადახერხეს თუ რაღაცა შედუღების აპარატი, არა. მაგრამ თავარია რომ ეს ვერ დაინახა ევროპამ, რომელიცთვისაც კანონის აი რომელიც ამას აღიარებდა კანონის უზენაესობა და ეგეთ თემა რაც არის, ეს ვერ დაინახა და თქვა რომ ეს არ მომხდარაო. რეალურად ხო ეს სიტუაცია არ მომხდარა ესო. ანუ ესეთი საინფორმაციო კამპანიების შექმნა ასეთ თემასთან დაკავშირებით იქ რო არ გაუჭირდებოდათ ეს კითხვის ნიშნებს მე მგონი არ იწვევს, ხო? ну აი ხა მაგალითად ჩვენ სანამ დავიწყებდით გადაცემას საუბრობდით იმაზე რომ ვენესუელას გარშემო იკრიბება რაღაცა თემა რომ ეს არის თავარი ნარკოტრაფიკინგის ცენტრი მთელს ლათინურ ამერიკაში იმის მიუხედავად რომ მაგალითად აი უბრალოდ ჩვენ სპანელს და მაყურებელს რო ესმოდეს რომ ამერიკაში შესული ნარკოტიკების აბსოლუტური უმრავლესობა შედის წყნარი ოკეანის მხრიდან სადაც ვენესუელას გასასვლელიც არ აქვს მაგრამ აინც აი იქიდან მოდის რა იმიტომ რომ ესე გადაწყვიტა ასე ვთქვათ ინფორმაციის ღმერთმა რა ხო რომ აი იქიდან მოდის და რა ვქნათ ახლა რა გავაკეთოთ ახლა მთელი პრობლემა ხა იქ მაგალითად სკოტ რიტერთან ინტერვიუში სკოტი ამბობს რამის რომ ვენესუელას თავარი დანაშაული ის არის რომ მთელი ამერიკის ნავთობის დიდი ნაწილი მის ტერიტორიაზე არის მაგრამ ესეა რომ ესე მოხდა არა მარტო ამერიკის სოფლიოში ერთ-ერთი დიდი საბჭო ანუ რესურსთან მივიდივართ ისე ხო რესურსთან მივიდივართ ის რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ანუ მოკლედ ის რაც თქვით ახლა თქვენ ორივემ ეს არის ინფორმაცია არ არის მიღებული საუბარი ხო უნდა ვისაუბროთ რომ ეგეთი თემაა ხო იმიტომ ეხლა ჩვენ ეხლა უნდა ვიჯდეთ და აქ უნდა ვარჩევდეთ ვენესუელა როგორი ნარკოტრაფიკინგის ცენტრია საქმე იმაშია თუ ევროპა ევროპა რასაგებია ასე იმას კი არ ვლაპარაკობ ბალზაკზე და ფლობერზე არ ვლაპარაკობ ხუნათელია და მithumetes დიუმასზე ან ჰიუგოზე ვისაც გასაგებია ხო აი უცნაურ გვარებზე და ინტერესებზე არც ის გვარების ახმოვანებად იმიტომ
როდესაც ისინი არ იმჩნევენ ამას, იმიტომ არ იმჩნევენ რომ მაშინ მათი ბრალი გამოვა ეს ამბავი. კი, მაგაშია საქმე, მაგრამ როცა ამბობთ ვისი მედად შევიდნენ, ამათი მედად შევიდნენ. გიორგიმ დაიწყო იმის თქმა, ჩემი ვარაუდით, რომ ისინი ამას რო არ იმჩნევენ, იმათ შეიძლება შექმნან სხვა საინფორმაციო ველი და თქვან, რომ აი საქართველოში ხდება ეს და უნდა ჩავერიოთ. ჩვენ შექმნილია კიდეც. ხო, უნდა ჩავერიოთ პირდაპირ. ხო, აი მაგის თვალით ეს რო არ გაუჭირდება. არ გაუჭირდება. იქ შეიძლება თქვან, რომ აი ნარკოტრაფიკის მთავარი გზა, კაცო, შეგვეშალა ჩვენ ვენესუელაში კი არ გაქვს. ავღანეთიდან მოდის საქართველოსე გადა უნდა ჩავერიოთ პირდაპირ სამხედრო ზონაში. ხო, უკაცრავდა მედიასთან შორს ხო არ ახარ და პირდაპირ გეუბნებით, რომ ევროპის რო გითხარით, ევროპის მოსახლეობას ხო ჯერა პირდაპირ კი ბატონო დააჯერებენ რა უნდა მაგას რო ჩაადარო გამოკითხვაში ჩაოლებრივად მაგალითად არწმუნებულები რუსებს ჯეროდათ მოგიყვებიან საქართველოს ამბავს რუსებს ჯეროდათ ერთი 10 წლის წინ გამოკითხვა რო ჩაატარეს რომ 40 მილიონი არიან ქართველები და მთავარი მტერი რუსეთის არის საქართველო და ესე იყო კონდოთ გამოჯიჯილებული უმრავლესობა მუსლიმები არიან და ხო ესე კონდოთ მაგას ხო მოკლედ რის თქმა მინდა ეს რო არ გაუჭირდებათ ეს ჩვენ ვიცით და ეხლა ეს ინფორმაცია დავდეთ აი მაგიდაზე ეხლა რა უყოთ ინფორმაციას. თავარი ამბავი ეს არის, რომ ახლა რა ვქნათ, აი ეს ვიცით, ეს არის მოცემულობა. არის რაღაცა ჯგუფი ადამიანებს, რომელიც არ გვეთანხმება ამაში, კატეგორიულად არ გვეთანხმება ამაში, რომ ასეთია მოცემულობა, ანუ არ უნდათ დაინახონ ეს. რეალობას რა უყოთ? ხო, არ უნდათ დაინახონ ეს რეალური მოცემულობა, აი ეს ილუზია, რომ არსებობს ეს დიქოტომია კეთილისა და ბოროტის და იქით კეთილია და იქით ბოროტია, ანუ ამის იქით არ უნდათ რომ დაინახონ სამყარო, სხვაგვარი სამყარო ისეთი, რომელიც მაგალითად რესურსთა გადანაწილებაზე არის ორიენტირებული, ასეთ სამყარო არ ჯერათ. არ ჯერათ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში შეიჭრა, იმიტომ რომ ნავთობს აკონტროლებდა სადამ ჰუსეინი. ვის არ ჯერა? ნუ აი ამ ჯგუფს რა, ამ ჯგუფს რომელიც ახლა რაღაცას იმაშვება, რა ქვია, აი ამ ილუზიებში აგზელებს ხო, ჩვენთან სხვაგან ჩვენთან გასაგები. ნუ და არც არასდროს ალბათ არ დაიჯერებს, რომ მაგრამ არის მეორე ნაწილი ადამიანებისა, მე მგონია რომ რაღაც მეტნაკლებად უმრავლესობაშია ეს ადამიანები. ჯერჯერობით კი, ხო, რომელმაც უკვე ეს რეალობა დაინახა. რომელიც ხედავს ამ რეალობას, აღიქვამს ამ რეალობას, იაზრებს იმას, რომ აი ამისთვის არის ყველაფერი, ირანში რაც მოხდა, და რაც მოხდება კიდე, ამასაც ყველაფერს, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ვენესუელაში რაც მოხდება, ეს ყველაფერი იქნება ამასთან დაკავშირებული. და რა უყოთ ახლა ამ ინფორმაციას? აი ჩვენ აი 3 მილიონი ნახევარი ადამიანი ვართ, პატარა მთავრობით, პატარა რესურსებით, პატარა ეკონომიკით, დიდი გულით, განუზომლად მცირე სამხედრო პოტენციალით იმ გარემოში, რომელ გარემოში ჩვენ ცხოვრობთ და რა გავაკეთოთ ახლა? ეხლა რა შეეცით საქმე? აი ეს ძალიან კარგი თემა, რასაც სამობ და რითიც დავიწყეთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, ესე იგი რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ამბიცია, ძალიან ემოციური ხალხი ვართ, იმასაც კი აქცევენ ყურადღებას ჩვენთან, რომ ტრამპმა მიიწვია იმაში, რა ქვია, ეგვიპტეში ერთმანეთთან მეომარი აზერბაიჯანი და სომხეთის სახელმწიფოს მეთაურები და ჩვენ რატო არ ვართ იქო? ხო? ანუ ეს მე რასაც უყურებ ამ შემთხვევაში ჩვენ ყველაზე სწორად ვიქცევით ეხლა ჯერჯერობით, მაგრამ მომავალში რა უნდა ვქნათ? ეს არის ძალიან ისეთი საკითხი, რომელსაც ერთი გამზადებული რეცეპტი არ აქვს. თავარი ჩემთვის არის მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა, მოკავშირეების ძებნა იქ, სადაც შეიძლება რომ მოუძებნოთ, ვინაიდან ძველი მოკავშირეები ჩვენი და სტრატეგიულ პარტნიორებს რო ეძახდნენ, აქ მიტინგებს რო გვიწყობდნენ, რა ქვია და ეხლა სახელმწიფო გადატრიალებას რო მხარს უჭერენ ბრიუსელიდან. ეს არ არის სტრატეგიული მოკავშირე, არც ეს სტრატეგიული მოკავშირე კი არა, უფრო ტაქტიკური მტერია, მე მგონია რა. ანუ ასწავლის იქიდან და პირდაპირ ჩამოდიან. ეხლა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ჩამოვიდა, აგერდა ამათთან ვარ ჩამოსულიო. მე მიტინგზე მივიდა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულ რაღაც ერთი კვირის წინ დამხობას აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ. ამიტომ სხვა კავშირებია მოსაძებნი, სხვა ნამდვილ სტრატეგიულ მოკავშირეობას ჯერჯერობით მე რასაც უყურებ, იჩენს ის ქვეყანა, რომელსაც ჩინეთი ქვია, რომელიც რაღაც გარკვეულ დიდ პროექტებს ახორციელებს საქართველოში, თავზე არ ახობს რაღაცებს საქართველოს და
რაღაც არაადეკვატურად არ იქცევა ისე როგორც ევროკავშირის ბიუროკრატია იქცევა, თუმცა ევროკავშირშიც უკვე არიან სახელმწიფოები, რომლებთანაც პირდაპირ ორმხრივი ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე უნდა ჩინეთკეთილია რასაო? არა, ეხლა შენ იმას თუ დაუბრუნდებით უყვარვ არ და რაღაცა ამაზე არ ინტერესი ერთი მომენტიც არის კიდე ნახეთ როგორ ანუ ინტერესი აქვს მას სხვა პერსპექტივიდან შევხედოთ ამას რამდენად ეს შესაძლებელია ანუ კი თქვათ ჩინეთისთვის რაღაც გარკვეული ინტერესი არსებობს იქ ანაკლიის სპორტი შეიძლება ვისაუბროთ შეიძლება რაღაც გარკვეული ალტერნატიული პოტენციალი სატრანზიტო რაღაცები შეიძლება ამაზე ვისაუბროთ რა იგივე ინდოეთისთვისაც ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ჩრდილოეთის სამხრეთის დამაკავშირებელი გზები და კავკასია და ასე ჩრდილოეთთან დაკავშირებით ეხლა ბოდიში ჩაგეჭრები გრძელვადიან პერსპექტივაში თუ მოიძებნება მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება აფხაზეთის და ცხინვალის საქართველოსში ინტეგრაციაზე ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ გქონდეს გარკვეული გრძელვადიანი სტრატეგიული კავშირიც რუსეთის ფედერაციასთან. მე რის თქმა მინდოდა ნახეთ რომ კი ეს შეიძლება ჩვენ დავალაგოთ რომ რაღაც გარკვეული ინტერესები არსებობს, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ აი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი, სადაც მათ შორის იყო თემა, რომელიც ყოველ შემთხვევაში ესე გაჟღერდა, რომ არსებობდა თემა, რომ ერთის მხრივ აზერბაიჯანს, მეორეს მხრივ სომხეთს ჰქონდათ ინტერესი გამოხატული ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების. ორივეს უთხრეს უარი. იყო თითქოს საუბარი იმაზე, რომ ეს ერთის მხრივ პაკისტანმა, მეორეს მხრივ ინდოეთმა დაბლოკა და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი მიზეზი, როგორც მე თითქოს გაჟღერდა, იყო ის, რომ ორგანიზაცია ამ წუთას არ არის მზად მიიღოს ისეთი წევრები, რომლებმაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება პრობლემა შეუქმნას. ანუ გადაწყვეტილებებში ჩაერიოს უშნოდ, ასე ვთქვათ, ხო? და შესაბამისად ჯერ ინარჩუნებს ეგრეთ წოდებული დახურული კლუბის ფორმატს. იგივე, მაგალითად, მე შემდეგ უკვე ვალდაის ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა სხვათა შორის ეს ნაწილი, რომ ბრიქსი უფრო თავისუფალი ორგანიზაციაა, იქ უფრო მეტი წევრების მიღების რესურსი გვაქვს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისგან განსხვავებით, ხო? იქ მართლაც და ანუ ის იმდენად სხვა შორის ვალდაის კონფერენციაზე კიდევ ერთხელ შეგაწყვეტინებ რა ბოდიშს ვიხდი. აი ვალდაის კონფერენციაზე ძალიან საინტერესო იყო ტოკაევის განმარტება იმასთან დაკავშირებით უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ ვცნობთ ვერც უკრაინის კვაზი სახელმწიფოებს უკრაინის ტერიტორიაზე წარმოქმნის და ვერც აფხაზეთს და ვერც სამხრეთს. ხო, ანუ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი თითქოს ჯერჯერობით ისე განიხილება, როგორც აქამდე განიხილებოდა. კი ბატონო. მაგრამ მთელი ამბავი რისი კითხვა მინდა, ანუ არც აქეთ მხარეს, მეორე მხარეს ესეთი გახსნილობა არსად არ არის ამ წუთის მონაცემებით, აი ეს გახსნილობა რომ ვისაც უნდათ მოდით და აი ჩვენ მიგიღებთ და ჩვენ ჩაგიხუტებთ და რაღაცა ჩვენ გაგიწილადებთ იმას რაც ჩვენია და ასე შემდეგ, არსად არ ჩანს ეს. გვიყვარხართ. ხო, გვიყვარხართ. ეს მოცემულობა არ დგას. ეს მოცემულობა არ დგას. ჩვენ კი გვინდა რომ რაღაცა სულ ვეძებოთ ადგილი, სადაც ესე ვთქვათ, ნავსაყუდელს ვიპოვით, მაგრამ არსად არ არის ამ წუთის მონაცემებით ის პროექტი არ არსებობს ეგეთი მოქმედი პროექტი, რომელიც მაგალითად ჩვენი ტიპის სახელმწიფოებისთვის იქნება გადარჩენის გზა. სხვათა შორის ანალოგიური სიტუაცია იყო 20-21 წელსაც რუსეთის იმპერია როცა დაიშალა, როდესაც საქართველოს კი მაშინ ვითომ თეორიულად იყო ნეიტრალური, მაგრამ არაფერი ნეიტრალური არ ყოფილა, ერთი 5 ქვეყნის ჯარი მიდიმოდიოდა ამ საქართველოში. აი მაშინ იყო ზუსტად ის, რომ როდესაც საქართველოს დელეგაცია ჩავიდა კონფერენციაზე, რა, იმის რა ქვია, პარიზის კონფერენციაზე, ხო? იქ უთხრეს პირდაპირ, რომ თქვენ ხო დამარცხებული კოალიციის წევრები ხართ, თუ აქ რა იურიდიულ და ფაქტიურ აღიარებას ითხოვთ თუ არა? მე აღიარეს როგორც ესე იგი რაღაც ნაწილობრივ აღიარეს განსხვავებით სომხეთის და აზერბაიჯანისაგან. გერმანიის მხარეზე რა თქვა? კი, გერმანიის მხარეზე და გერმანიის კი ბატონო. გეგონება ჩვენ გვეკითხებოდა ვინმე გერმანიაში შებოდა. და კი, გეგონება ჩვენ გვეკითხებოდა ვინმე მაშინ. მაგრამ ისიც არ ნახე ბაბატიე, ოღონდ არ არ შეგვეშალოს ერთი რამე, რომ ამის გამო კი არ გვაღიარეს, არამედ ინგლისი უკვე ბაქოს ნავთებს უყურებდა და ეს იყო თავარი ინტერესი თორე ხე
ხო, ანუ ეს არ არის ხა ჩვენ დედა ეს როგორ ქენი შენ გერმანიასთან ურთიერთობა. ეხლა რა შეეცი საქმე, რომ მაშინაც არ იყო ესეთი პროექტი. არსებობდა საბჭოთა რუსეთის სახელმწიფო არსებობდა რაღაცა ერთა ლიგა იქ, რომელიც მე რაღაცებად გარდაიქმნა და იყო ჩვენს გვერდზე უკვე დაშლილი ისა, რა ქვია, ოტომანების იმპერია და დაუძლურებული ირანი. ხო? და რაიმე ისეთი არ არსებობდა მაშინ, როცა შეიძლებოდა საქართველოს რაღაც დაუშვათ ალიანსში შესულიყო საჩქაროდ და აი გაბწყინებულიყო და ასე შემდეგ, არა? ამან მოიტანა ის, რომ დაუშვათ ამ გარკვევაში, რომ ჩვენ რუსეთთან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული რუსეთმა რა თქმა უნდა ეს ხელშეკრულების დარღვევა ისე შეუძლიათ ერთ საათში როგორც არც დაუდია არავისთან იქ ერთა ლიგა შენ არ მიგიჩნევდა ისე თავის სახელმწიფოდ როგორც დღეს ევროკავშირი არ გვიყურებს თავის თანასწორ და საკუთარ ინტერესებში შემოვალ სახელმწიფოდ და ბოლოში ეს ყველაფერი ჩაყლაპა ისევ რუსეთის რუსეთის პროექტმა ეს რაღაცა მემარცხენე რაღაც უკიდურესი მარქსიზმის იმით შექმნილმა რაღაცა იმპერიამ. ეხლა რა თქმა უნდა ეს საშიშროება ყოველთვისაა ჩვენ თავზე და ჩვენაირი პატარა ქვეყნების თავზე, მაგრამ ეხლა ჩვენ რო ვთქვათ, რომ რაღაც გამზადებული ერთობა არსებობს, სადაც ჩვენ უყვარვართ. დავესესხები ისევ ჩვენ მეგობარ ვასილას. და იქ ჩვენ მიგვიღებენ და გველოდებიან და თავის მადლს გაგვინაწილებენ ჩვენ რო აი თქვენ. რა თქმა უნდა ესე არ არის, მაგრამ არის ინტერესები არა მხოლოდ სატრანზიტო, სავაჭრო სატრანზიტო გზები პირველ რიგში და მეორე ჩვენი მდებარეობა, რომელიც ჩვენმა ისტორიამ ჩვენ შემოგვინახა და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამას გაუფრთხილდეთ. ეს არის მთავარი აქტივი, რაც ჩვენ გაგვაჩნია. რომ ჩვენ ზუსტად უნდა განსაზღვროთ ჩვენ საგარეო პოლიტიკას და შიდა სახელმწიფოებრივი მოწყობაც ისე, რომ ჩვენ არ გადავამლაშოთ რაღაცაში და უბრალოდ არ თქვან, რომ მოდი ეს ქვეყანა რაღაც ესე იგი შევუერთოთ ჩვენს ერთობას. იმისთვის რომ ესეთი გამზადებულ ერთობას მეც ვერ ხედავ. ხო, იმისთვის რაც თქვით ახლა რა უნდა მოხდეს, ამის არის საჭირო გარკვეული ინსტრუმენტები. ანუ ქვეყანაში უნდა არსებობს გარკვეული ინსტრუმენტები, რომ კარგად დაინახოს ინტერესები, რომელიც ამ ქვეყანასთან მიმართებაში არსებობს, სხვადასხვა მხრიდან და ამ ინტერესებს შესაბამისად უპასუხოს. ანუ პირველი ერთი ალბათ არის ის, რომ შესაბამისად პასუხში რა გულისხმობ, შესაბამისად პასუხი არის ის, რომ შენ ამ ინტერესებს არ დაუპირისპირდე, ანუ იმიტომ თუ ეს ინტერესები ისეთი ქვეყნების არის, რომლებსაც ამ ინტერესების რეალიზებისთვის შეუძლიათ იარაღის გამოყენება და ჩვენ სამეზობლოში ასეთები არიან. მინიმუმ ერთი ახლა ომობს უკრაინაში, მეორე თურქეთს გულისხმობ ამ შემთხვევაში ესე თითქოს არ ომობს, ანუ საინფორმაციო ველში ეს არ ჩანს, მაგრამ სირიაში საკმაოდ აქტიურად სამხედრო ფორმით არის ჩაჭერდა აქედაც ისტორიულად ყველგან ომობს, სადაც როგორც კი ჭირდება, იქ ჭირდება. არა, ახლაც ომობს, უბრალოდ ამას ომი არ ქვია. სირიაში მისი სამხედროები არიან, გარკვეულ ტერიტორიას აკონტროლებენ, სადღაც მიიწევენ, სადღაც მოიწევენ, ოღონდ ეს საინფორმაციო ველში არ ხდება, ამიტომ ყურადღების მიღმა, რა. ხო, ამიტომ ეს არის მოქმედი სამხედრო ძალის გამომყენებელი სახელმწიფო. მეორეც ესე ვთქვათ, ხო? ანუ ჩვენს გარშემო არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც საკუთარი ინტერესების გასატარებლად მზად არიან გამოიყენონ იარაღი. ამიტომ ჩვენ ერთის მხრივ ეს ინტერესები კარგად უნდა დავინახოთ, მეორეს მხრივ ამ ინტერესებზე ადეკვატური პასუხი უნდა გქონდეს, ან თავით არ უნდა შევასკდეთ რაღაცეებს და მესამე მხრივ ეს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების კორექტირება გარკვეულ თვალსაზრისით უნდა მოვახდინოთ, ხო? აი ამ პროცესში რომ გადავრჩეთ ამ გადანაწილების პროცესს გადაურჩეთ რა, იმიტომ რომ გადანაწილების პროცესში ან დაგანაწევრებენ, ან შეიძლება მთლიანად გადარჩე როგორღაც, ხო? ანუ რაღაც მთლიანობა შეინარჩუნო გარკვეული თვალსაზრისით და რაღაცა პერსპექტივაც გამოგიჩნდეს. სამომავლო. ხო, მაგრამ ამას სჭირდება ინსტრუმენტები. როგორ ფიქრობთ, აი ამ 30 წლიანი პროცესის შედეგად გვაქვს თუ არა
შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებმაც კი ბატონო. აი ეს უნდა გავაკეთებინოს. ეს ამოცანა უნდა გადაგვაწყვეტინოს. ჯერჯერობით მე რასაც უყურებ, ესეთი ინსტრუმენტი არის ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ შევიძინეთ. იმიტომ რომ აი ეს რასაც ჩვენ ლაპარაკობთ, ამას ალბათ ერთი 30 წლის წინ არავინ არ ლაპარაკობდა საქართველოში. შეიძლება 30 კი არა 10 წლის წინ. აი ეს გამოცდილება არის ძალიან დიდი ინსტრუმენტი. პირველ რიგში ჩვენ ვისწავლეთ რა არ უნდა გავაკეთოთ. ხო, რა უნდა გავაკეთოთ, ეს ჩვენაირი პატარა სახელმწიფოებისთვის ძალიან ძნელია, რომ განახორციელონ ის, რაც მათ უნდათ. რომ აი მე ესე მინდა და ეხლა ესე უნდა გავაკეთო, არა? რა არ უნდა გავაკეთოთ, ეს ზუსტად ვისწავლეთ უკვე. ეს ვისწავლეთ ჩვენ არა იმით, რომ რუსეთმა არა მართლზომიერად, არა კეთილსინდისიერად, არა კანონიერად დაგვსაჯა. და დაგვსაჯა ძალიან უმოწყალოდ ჩვენ. და ამ დასჯის გამო კი არ ვისწავლეთ ჩვენ, არამედ ვისწავლეთ იმ ურთიერთობებში, რაც ჩვენთან გამოიჩინეს ევროკავშირის ქვეყნებმა, ჩვენთან გამოიჩინეს დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატების რამოდენიმე ადმინისტრაციამ, ეხლა ახლისგან, რა ვიცი, წერილებს წერენ აქედან და იქიდან პასუხს არ აძლევენ. მე მგონი კარგიცაა პასუხს რო არ აძლევენ იქიდან. ანუ ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი ეხლა არის ის გამოცდილება, მე რასაც ესე შევაფასებდი, რა გამოცდილებაც ჩვენ გვაქვს. დანარჩენი ეხლა ამ დინარებაში ჩვენ დიდი გამოცდილების და დიდი ისტორიის ხალხი ვართ და არ მგონია რომ შეგვეშალოს შემდეგში დაუშვათ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ მოვლენების ზუსტად პროგნოზირება, ზუსტად თუ არა დაახლოებით მაინც პროგნოზირება და ისეთი პოზიციის არჩევა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ საქართველოს არ დანაწევრდეს, როგორც თქვი, და არ დაზიანდეს, ან მთლიანად არ გადაყლაპოს რომელიმე გაერთიანება, მაგრამ აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და მე ვფიქრობ, რომ ამას შევძლებთ ჩვენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ეხლა შეძენილი გამოცდილებების ძალიან დიდი იმედი მაქვს იმ ახალი პოლიტიკური თაობის, რომელიც მოვიდა და უფრო ცივი გონებით უყურებს ამ ყველაფერს, ვიდრე ემოციურად, როგორც ეს იყო 80-90-იან წლებში საქართველოში. აი ეს არის ჩვენი ძირითადი რესურსი, მე ესე მგონია. რას ფიქრობ? ერთს გეტყვი, რომელიც მე მეჩვენება, რომ მნიშვნელოვანია, ეს არ ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ხო, ზოგადად. მაგრამ მე მეჩვენება, აბა ესე თქვენთან შევმაქ განსახილველად ეგ საკითხი, რომელიც საცაკრელია გიფიქრიათ. საქართველოს დღეს მიდის ბრძოლა და ეს დღეს არ დაწყებულა. საქართველოს რაც არსებობს თავისი ერთი მხრივ მნიშვნელოვანი მდგომარეობიდან გამომდინარე გეოგრაფიას გულისხმობ გეოპოლიტიკურ ვითარებას და მეორე მისი ზომა და წონის მიხედვით, იმიტომ რომ ჩვენი ძლიერების ხანაშიც კი ჩვენ გარშემო უფრო დიდი პროცესები ვიდიოდა და საქართველოს მიაღწევ ყურადღება მაშინაც იყო ბრძოლა, რომ ჩვენ გავხდარიყავით დიდი იმპერიის ნაწილი და იქ ყოფილიყავით ლიდერები, მაგალითად ერეკლესაც და იმასაც კი სპარსეთში იყო, თუ ჩვენ სპარსული იმპერიის ნაწილად ცნობდით ჩვენ თავს, ჩვენი შეგვეძლო რომ ლიდერები ყოფილიყავით, ოღონდ ეს ჩვენი გაქრობის ნიადაგზე. შერწყმის და ფაქტობრივად ნიადაგზე. საქართველოში მიდის ბრძოლა, აქედან გამომდინარე პირობითად ავტონომისტებს, ოღონდ მე ამას ფართო გაგებით ვამბობ, აი დამოუკიდებლობისტები რო არა ვთქვათ. დამოუკიდებლობის მომხრეებსა, რომელიც ესე ხედავენ საქართველოს გადარჩენას და არსებობას და მეორენი ხედავენ საქართველოს გლობალიზაციაში. მე ხამ ას მე მგონი ხვდები და კი, აბსოლუტურად. ძალიან იქ რო არ წავიდეთ, ეგ იყო ეგერ სოციალ-დემოკრატიული ინტერნაციონალის წევრები. აქ იყო პირობით, აი ხა ყველაზე იქ რო არ წავიდე, ეხლა არ შევაწუხო შუა საუკუნეები. პირობითად ვამბობ. ილიას მე არ ცუძე და კარგზე არ ვლაპარაკობ და ეს ძალიან საკამათო სიტუაცია და მე ვფიქრობ რომ კაი დისკუსიები იქნება ერთმანეთთან მტრების ძახილეთაც კი აი ცოტა გავხედა და ერთი არის ილიას გზა ჩვენი თავი ჩვენადვე გეყუთნეს მეორე უხეშად რო თქვა სტალინის გზა დავარქვა და სოციალ-დემოკრატების რომელიც თქვა რომ საქართველოს მარტო ვერ გადარჩევა მის ფრაზას გეტყვით რომ ეს იყო ნაკლები ბოროტება სტალინის სიტყვები რა დაწერეს, როცა ჩვენი ნაწილი გავხდ. ეს მარტო რუსეთს არ ეხება. ეს ეხებოდა, ეგ შეიძლება და ყოფილიყო ახლა რო არ წავიდეთ, სპარსეთში ზოგი შეხედავდა გადარჩენას, იმიტომ რომ ერთი ამბობს, რომ ჩვენ მარტო ვერ გადავრჩებით, მეორე ნეუბნობს, რომ ჩვენი ფუნქცია მარტო გადავრჩეთ და ეს ახლა თუ კი არა ყველა მხედვარი ბიძინა ლაპარაკობდა.
დიდი ამბავია, დიდი მზის სისტემა რო წარმოვიდგინოთ და პლანეტა, ესე როგორ ხედავს ეს პლანეტა. შენ ეს პლანეტა, როდესაც ეს აქეთკენ მიიზიდავს და ეცემი დაიწვევი, იქით მზე იდეალური, აი რომ ევროპა რა ცუდი კი არ არის, რა მზე რა ცუდია, მზე იდეალურია, მაგრამ ცოტა უფრო ახლოს რომ მიხვალ დაგწევს. ევროპა კი ბატონო გვეხმარებოდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მე ამბავი, რუსეთი რო ლაპარაკობთ, ახლა ბევრი არ ვილაპარაკობთ, რუსეთი რა იყო? დიდი ამბავი იყო და გადარჩენის გამო გავიწიეთ იქითკენ და ძალიანაც მნიშვნელოვანი და გადავრჩით კიდეც იმ თვალსაზრისით, მაგრამ მე ეხლა რა აღმოაჩენო ხოლმე თავის ინტერესები ისთვის უნდა და არა ბიჭო, ეხლა შენი ინტერესებისთვის უნდა ხა შახაბას და ან ოსმალეთს ან და რომელიმე რასას და რო აღმოაჩინეს, ბოდიში ჩაგეჭრები, რო აღმოაჩინეს ეს რომ რუსეთს თურმე აქ ინტერესები ქონია, ქართველები მაშინ ავჯანყდით. ჩვენ როცა რუსები ყველაზე ძლიერები იყვნენ, კაცო, იმ დროს ლაპარაკობდით მეგობრებთან ერთად ვიყავით, რომ ეს 32 წლის აჯანყება ზუსტად მაშინ დაიწყეს ქართველებმა, როცა რუსეთი იყო სიძლიერის ზენიტში. ხო და ნახე, აი ეს მიდის, ეს ბრძოლა მიყვება საგრადო, ჩვენი გარდა მდგომარეობიდან გამომდინარე, ინტუიტიურად ზოგი ზურგის ტვინით აზროვნებს, ზოგი თავის ტვინით აზროვნებს, ზოგი თავისი როგორც შეუძლია ისე აზროვნებს, მაგრამ ინტუიტიურად არის ჩვენ გადარჩენის და განვითარების ინსტინქტიდან არის ზოგი ესე ხედავს და ზოგი ეს მე გეუბნები ჩემი დამოკიდებულება და ამას კი არა აქვს მნიშვნელობა მაგრამ ისინი ესე კი არ უყურებდნენ ჩვენ რო ახლა გინდა თუ არა სამშობლოს ღალატობს და რაღაცა გინდა როცა ვიდეოდნენ და გლობალ სოციალ-დემოკრატიის გლობალიზაციაში და მე ბოლში ამოდენ აბა როგორ და როცა ეს ხალხი ამოდა აგერ ჩვენ მოვაჯექით იმპერიას თავზე და ეს სიამაყე ეგრეთ წოდებული სტალინიზმის რა შემდგომარე აბა როგორ თორე გადაგჭამდა და ამას გეტყვიან და დაგისაბუთებენ თურქია და ის გადაგჭამდა მეც გეტყვი მე ეგერ უსვინ ახლა ერთი წერს ყოველ შემთხვევაში და წერალია და ასევე ახტაცებული ამოდა რა სამო თურქებიო კაცო კი არ იტაცებდნენ ხალხს ნუ კი იტაცებდნენ მაგრამ არა კაცო მერე იქო ისეთ კარიერას აღწევდნენ რას ლაპარაკობ და მთელი ანუ ეს რასაც გიდა მოაბამ ეხლა ეს ამიტომ გეუბნები ვისაც როგორ შეუულია ისე აზროვნებს და ყვება ამას მაგრამ ქიანობაში ეს ბრძოლა მიდის საქართველოში რომ ჩვენ მე ვხედა აი სხვა შეიძლება აფხაზებს აბრალებდნენ და მე არ ვიცი ეს მათ ნათქვამი აქვს თუ არა რომ ის იყო რომ ჩვენო იმაშიო ტბაში დაგჭობასო ზღვაში დაგჭობა გვირჩევნია ანუ ჩვენო საქართველოში თქვენ ურთიერთობასო სადაც უნდა ესე ვთქვათ ინტეგრირება მოხდეს და ჩვენ ის დავკარგოთ თუ მაინც ეს გვიწერია მაგრამ რუსეთში დავიხჭოთ ეხლა საქართველოში და ყოველთვის ესე იყო თუ ჩვენ არის განწირული სიტუაცია ჩვენ ესე ვერ ვიარსებებთ და მოდი ახლა ჯობია რომ გავხდეთ რუსეთის ნაწილი და კი არ გავხდეთ გადავევროპელდეთ ესე იგი ელემენტარულად აი თქვენ ეს პური და შოკოლადე თვები გადავიღებოთ იქ არის გერმანელი და რო გადაწყვეტავს იტალიელი რო გერმანელი გახდეს აი მოდი გავხდეთ ესე ვთქვათ ეგეთი თემა აი ეს ბრძოლა ამიტომ ეს უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ რა პლატფორმაზე ვდგავარ და თანათან ეს უნდა ჩამოყალიბდეს თუ ეს არის მაგალითად აი ჩვენი სახელმწიფო დევიზიც კი მაგალითად რო ვთქვათ აი ეს უნდა იყოს ბოლომდე გაცნობიერებული დევიზი ჰიმნის ეს ყველაფერი სიმბოლოები იმიტომ ხო არ არის მარტო დავდა აი მაგალითად ძალა ერთობაშია და ძალა ერთობაში როა ეს მნიშვნელოვანი სიტუაცია კი ბატონო და ყველგან იმაშია ეგ ბევრგან იყო ერთობაში და გასაგებია და გიორგი საგაძე ფილმშია და სუხანსაბაზი იგავებშია და ყველა ერთს აქვს ეგ ყველა ეს ძალა ეხლა ორ ერთმანეთს მეტი ძალა აქვს ვიდრე ერთს ეხლა ეგ ნათელია მაგრამ ეს ისე არ გამოხა აი თუ ჩავაუნთ რომ ჩვენი თავი ჩვენად გვეყუდნეს ეს თუ არის მთელი ამ აი და აი ამას ვიცავ. მაშინ ეს გასაგები იქნება, მე რატო ვიქცევი ეს? და მე დამოკიდებულებაში რომ ყველას პატივს ვქცევთ, აი როგორც ჩინეთიდან დაწყებული ესე ვებსყაოსაში ესე ამბავი ნამდვილი ჩინს ერთსა ქვაზე წერიაო, ვინ მოყარეს არეძებს, იგი თავისთავად ჩვენ ყველას განვეცებთ, აი აბსოლუტურად ყველა შეიძლება იყოს მოყარე მაგრამ მოყარე იმისი არ იყოს სტუმარიო იქამდე ვიციო არა მაგრამ ემან უკვე აი სუ გრავიტაცია იმიტომ რომ როგორ აი დედამიწა როა და ნებისმიერი პლანეტა დედამიწაზეა ხო ცოცხლე რო არ ზედმეტად არ მიგვიზიდოს არ ზედმეტად არ განვიზიდოთ აი ესე უნდა ვიყოთ ცეცხლთა ეს ერთი ამბავია მეორე ამბავია რომ უნდა ჩამოყალიბდეთ და ამით ჩვენ რას უპირისპირდებით რომ ეს გზა
რომ ჩვენ გავხდეთ შეიძლება რა კეთილშობილურად გინდა კი ბატონო ყველაფერი რომ გავხდეთ იქ და გავხდეთ რაღაცა და გადავითქვილიფოთ ამ სიტუაციაში მე ამას რასაც არ გავხდეთ რუსები არ გავხდეთ ოღონდ არ გავხდეთ თურქია ოღონდ არ გავხდეთ ის და ვინც გინდა ის გავხდეთ ხო ამ რუსი არ გავხდეთ და კი ბატონო გავხდეთ რაღაც ევროპა აი ეს ბრძოლა მიდის ამას თანათან ახლა ჩვენ რომ რა უნდა ვქნათ ამას იდეოლოგიურად დაჭირდება ჩამოყალიბება ეს არის მთელი სისტემა სხვა შეიძლება ეხლა არის რატომაც ამან გამოიწვია და ახლა რო გითხარით ბევრი რამე მათ შორის ახალგაზრდობაში ან დიდახალ დაიბნა იმიტომ რომ ჩვენ ხალ უცებ ესე ვთქვათ რელიგიის დონეზე ავიყვანეთ კონსტიტუციის დონეზე ავიყვანეთ ჩვენ ვთქვით რომ ჩვენ უნდა შეუერთოთ სუვერენიტეტს ყველაფერს ვთქვით და მე უცებ რო იტყვიან გარკვეულწილად მე რო ვთქვით რომ არა დამოუკიდებლობა უფრო მთავარი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანია ეს ჩვენი გეოგრაფიულიდან გამომდინარე, იმიტომ კი არა ჩვენ მაგარი ადამიანები ვარ და ვთქვათ რომელიმე ჰოლანდიელი ცუდია. რას ლაპარაკობ ჰოლანდიის ისტორია, დამოუკიდებლობის ბრძოლა და ულეშპიგელი და ესე ვიზდებოდით ხო? ჩვენ ვკითხულობდით. იმას სხვანაირი გეოგრაფია კი ევროპის ნაწილი. შენ ან ხარ დამოუკიდებელი, ან არა ხარ. იმიტომ რომ ხარ რამდენიც არ უნდა ვიხტუნოთ ახლა ეს შენ ხარ აი როგორი ადგილია ეცე გიორგი, თქვენ კარგად იცით. ფრინველებიც კი, ფრინველების სულ არის ორი გზა ევროპიდან გადასასვლელი. აგადია საქართველოში. ახლა იმიტომ კი არა რომ ამ დადგა და იამაყო და ახლა სადაგრძელოების. ეგერ მოგიწია გეოგრაფია. ესე იგი ვიღაცა არის მარჯნის სლიფები აქვს საოცარი და ყვითელი ქვიშა და ამით არის ლამაზი. ხომ არა ვასიკო ეს გეოგრაფია დაიცვა სისხლით მთელი ამდენი საუკუნე ათეულებით. ამ ტერიტორიას დაცვა უნდა. მაგას გეუბნები ამდენი ხანი რომ ეს არის სწორედ რომ თუ ეს უნდა იყოს თლიანად აქეთკენ მიმართული. ეს უნდა იყოს გაშინაგანებული და ეს უნდა გამოწეული იყოს სინაპლანს და მაშინ ჩვენ რას ვიცავთ? რუსთაველზე რატო უნდა იყოს ეს კანონი და ჩვენი ურთიერთმიმართება ნებისმიერი კანონისა და ნებისმიერი ამბავისა უნდა შევხედოთ ამასთან მიმართებაში ჩვენ ვართ რომ ჩვენი თავი ჩვენ უნდა მივიღოთ ეს არ ნიშნავს ჩვენი თავი რომ ჩვენ გვყოდოდეს ერთი ადამიანი კისერზე დამაჯდა და ამის გამო ესე ვთქვათ ნაცარქექია რომ დევს სადგის ურჭობდა მე განუწყვეტლივ ესე იგი მაგდო და ერთმანეთში უნდა სწორი წესები იყოს მაგრამ შენ განუწყვეტლივ თავს გვერდზე მივატრიალებ თუ და იქით უნდა გარბოდე და რაღაცა განზრახვები უნდა ქონდეს ეს იყო სოციალ-დემოკრატებისა და ილიას იდეოლოგიური კამათი და ილიას ამიტომ ესროლეს ტყვია და აი ძიმე რაღაცას გქონდა იმიტომ კი არა მოღალა არა ისინი ეს არის ბედნიერება ვამობდნენ და უნდა აშენდესო რაო კომუნიზმიო და იქ იქნება ბედნიერება აი ასპირდებოდნენ 64-ს და ცოტა ძალით ცოტა ცეცხლით ცოტა მახვილი და ცოტა დარწმუნებით იქით წაიყვანეს კი ბატონო და სხვათა შორის თუმცა პარალელურად მაპატიეწუთი თუმცა ლიმონის ბაღებიც გააშენეს ესე იგი ვერ არ ეტრიპაჩო სამითი და გინემ და მაგარი ეკონომიკაც აყენეს ინდუსტრიალურ შემოიჭრა მაგრამ ის თავარი დათმე ეხლა ისევ ინტუიტიურად დაუბრუნდა ამ თემას პირველივე ნაბიჯები საქართველოს რო გადადგა დამოუკიდებლობისა ამ გზაზე იყო და მაგრად მოხვდა რბილად რო თქვა ცხვირპირში ჩვენ ეხლა რო ვაცნობიერებთ რა იყო ამ ცხვირპირში იყო პროვინციელი ფაშისტები ვიყავით ჩვენ ამბობდნენ რომ თქვენ რომ დამოუკიდებლობა როგიდან პროვინციელი ფაშისტები ვიყავით აი სხვაგანაცაა მაგრამ საერთაშორისო იზოლაციისკენ მიყავ საქართველოს ზვიად ქორიძე თემურ ქორიძე მაგარი ჟურნალისტია და ინტერვიუ აქვს ბოლო აღებული შევარდნაძისგან 1 წლის წინ წავიკითხე გადამდგარია უკვე შევარდნაძე და ეხლა ვაქვეყნებ და ძალიან და შევარდნაძე და სიტუაცია არ გასაუბრეთ იცი რო დავიწყე დამოუკიდებლობის გატარებაო და ხვდები რომ დაიწყო გატარება აღებოჩნდა რომ აღარც რუსეთს უნდოდი აღარც დასავლეთს და აი ეს არის ძალიან ჩვენ რო დიდ მიღწევად ბოღმით კი არ უნდა ჩვენ რო დიდ მიღწევად გამსახურდია არა შევარდნაძე როგორც კი ბაქო თბილისი ჯეიჰანი აშენდა ხო ეს უკვე ჩავარდა ის იგივეში არავის გამსახურდიასაც აქვს გადასახურდია არ გითხარი მე ანუ მე ერთ თქვის სხვათაშორის არა აქვს მნიშვნელობა აქ ჩვენ დაუშვათ ვისთან გვაქვს საქმე როგორც კი საქართველოში და ნებისმიერ სახელმწიფოში ესეა არა მარტო საქართველოში არის ხელისუფლება რომელიც საკუთარ ინტერესებს იცავს ხო იქ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება აი მანდედან გამომდინარე ახლა აი ძალიან საინტერესო რამე აი
ერთი 30 წლიანი ისტორია ახსენეთ, მე მახსენეთ წინა პერიოდი, აი მაგალითად ის ელემენტი, რომ საუკუნეების განმავლობაში ამ გეოგრაფიას იცავდნენ სისხლით, ხო? მაგრამ ამ ისტორიაში, ამ მთელს ამ ისტორიაში პრინციპში შეიძლება ითქვას საუკუნეებთან მიმართებაში, ანუ 1000 წლეულებთან მიმართებაში მცირე ეპიზოდები, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლები ვიყავით. და არ ვიყავით რაღაცა იმპერიის ნაწილი. ანუ იმ გეოგრაფიას რო ვიცავდით ძირითადად რაღაცა გარკვეული იმპერიის პერიფერიაზე. და ოდიში გაგაწყვეტინებ, დამოუკიდებლები ვიყავით მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიყავით ერთიანები, რასაც ვასიკო ამბობდა. ერთიანები, მაგრამ ამასთან ერთად, როდესაც ის იმპერიები იყვნენ დასუსტების პერიოდში. კი ბატონო. ანუ ისინი მაგალითად დავით აღმაშენებელს ძალიან გაუმართლა, როდესაც ოსმალეთი ცალკე დასუსტა, არაბები სელჩუკები ცალკე დასუსტა, არაბები ცალკე დასუსტდნენ. პირდაპირ ნატო შემოუტია იქ. ხო, ნუ ის დაიწყო რა ქვია, ჯვაროსნული ომები ახალი დაწყებული იყო და კარგი სიტუაცია გლობალური ეხლა რა გვაქვს ეგეთი? ნატო იყო. ეხლა გვაქვს პირიქით. ხო და აი მაგას ჩვენ არ გვაწყობს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ევროპაა დღეს. სუსტი ევროპა საქართველოს ინტერესებში არ შეიძლება რომ შედიოდეს. მაგრამ სამწუხაროდ ესეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ ევროპა არის რაღაც აი თვით განადგურების იმაში მოდუსში გადასული. ევროკავშირის ბიუროკრატია ფაქტიურად ამერიკის შეერთებულ შტატებს აღმოაჩნდა და გააჩნია თვითგანახლების პოლიტიკური, ეკონომიკური, ყველანაირი რესურსი, ადამიანური რესურსიც აქვს მათ თვითგანახლებით. ევროკავშირს ეს არ აღმოაჩნდა. ევროკავშირმა ეხლა ფაქტიურად ის შეძლო, რომ ამერიკას და რუსეთს შორის შედარებით ისეთი ურთიერთობა, გამოსწორებული ურთიერთობა, რომელიც პუტინის და ტრამპის შეხვედრის შემდეგ პერსპექტივა, აი ეს პერსპექტივა მოკლეს. მათ ყველაფერი ეცადეს იმისთვის, რომ გაემწვავებინათ ვითარება, მაგრამ ვერც ამწვავებენ, ამის თავიც არ აქვს. ის მსურველთა კოალიცია მიუხედავად იმისა, რომ ეს გამწვავების სივრცე ევროპაა. კი ბატონო, თვითონ ამწვავებენ ამას და ამ გამწვავების თავიც არა. შეიძლება რომ გამწვავდეს ევროპა. ის მსურველთა კოალიციაც შემოეშალათ ხელში. ხო, ეხლა აი იკრიბებიან რაღაც დღესაც არის შეკრება, როცა ჩვენ აქ ვწერთ, დღესაც ბრიუსელში შეკრება ნატოს თავდაცვის მინისტრების და იქ მთელი დღისწესრიგი რომ ნახე, იქ დღისწესრიგში არის ფაქტიურად ზელენსკის შეკრებაა რა. ბენეფიცია კამკაცი, იქ რო აი შენ ეს ამას ვისვრი, იმას ვისავ რაღაცეები. ეხლა იქიდან უკან რა მოყვება, ამას უკვე აღარ იმაშვებია, რა ქვია, ვეღარ საზღვრავენ, იმიტომ რომ ეს ევროკავშირის მდგომარეობა დღეს ისეთია, რომ მათი ლიდერები ფაქტიურად უკვე პოპულარობის იმაზე არიან უდაბლეს საფეხურზე, ჩვენ ეს რა თქმა უნდა არ გვაწყობს. ჩვენთვის ეს კარგი არ არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით ფაქტიურად ახლო აღმოსავლეთში აი ამ დიდი ნავთობის და დიდი ფინანსების მქონე ძლიერი სახელმწიფოების, რუსეთის იმპერიის და შორეული ჩინეთის და შორეული ამერიკის შეერთებული შტატების რაღაც ვირტუალურ სივრცეში, შუაში მოქცეული, რომელისადმი ყველას აქვს ინტერესი გარდა იმათი, ვინც ჩვენ მიგვაჩნდა ჩვენ კულტურულ და პოლიტიკურ მოკავშირედ და სტრატეგიულ მოკავშირედ, როგორც ჩვენ ვეძახდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ევროკავშირი. კითხვა მინდა რა. არა, ამაზე გიპასუხებთ, რა უნდა ვქნათ რომ. ხო და კითხვა მინდა რომ აი ესეთი ის მთელი პრელუდია რაც იყო, ან პრინციპში შეიძლება ითქვას, შეიძლება ვიმეს არ მოეწონოს ეს, მაგრამ მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცდილება ეს არის ჩვენს ბრძოლაზე მეტად უფრო გარშემო შექმნილი მოცემულობის შედეგი. სულ ვეუბნები ხოლმე ვისაც ეს თემა აინტერესებს, რომ 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის პრეამბულა წაიკითხოს. რა ვქნათო, მეტი საგზა არ გვაქვს. ძალიან აი ამისთვის ის რა ქვია, აღიარება ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც ეს დაწერა, იმიტომ რომ მართლა გულწრფელად აღწერს მოცემულობას, რომ რაღაცა ჩვენი ბრძოლების და
თავგადებული შედეგი კი არ არისო იმას აღარცალიო ჩვენთვისო ესენი წავითნენო აქ ვცადეთო საერთო ამიერკავკასიური ერთობა ესეც არ გამოგვივიდაო და აი ბოლოს რა ვქნა თუ აგერ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთო რა 91 წელიც ხო ეგრეა საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდი დაშლის პროცესი თავისთავად რო იშლება სახელმწიფო იმ მოცემულობაში ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა აი ამ მოცემულობაში რა რესურსი გვაქვს ამ დამოუკიდებლობის ანუ აი ეს გვინდა რომ სუვერენულები ვიყოთ ძალიან კარგი სურვილია ძალიან კარგი ასე ვთქვათ მოწოდება მაგრამ რა რესურსია ასეთი პატარა ქვეყნისთვის იყოს სუვერენული იმ გარემოში და იმ პროცესში რომელიც ახლა მიმდინარეობს ახლა ამას ორ წუთში ვერ გეტყვი მაგრამ ერთი წუთი უნდა დავემატო ჯერ 18 წელს მომხდა ახერაში ეს საქმე და მე რასაც ვაუნდი იმას დავუბრუნდები პირველი 18 წელს გამოუკიდებლობა გამოაცხადა და ყველაფერი კარგად თქვეს და არა იმიტომ რომ ანუ აკრიტიკო ან ცუდი თქვა მაგრამ სიამოვნებაში მოვიდა ხელისუფლება რომელიც და ის ადამიანები მოვიდა ხელისუფლებაში რომელიც ასეთ არ ჯეროდა სას დაწერეს და ყოველ შემთხვევაში მთელი წლების განმავლობაში საქართველოში ამკვიდრებდნენ პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთით ეს იმის კი არ არის პროლეტარზე კი არ ვამბობ ცუც ეს არის სწორედ ინტეგრაციაში მე პირობითად სტალინის გზა რო თქვი ამაში შედიან ესენი მთლიანად იმიტომ რომ ყველაზე წარმატებული იყო ამ გზაზე საბოლოო ჯამში ახლა ცოტა მეტი და იქ ანგელოზი არავინ არ იყო არც აქეთ და არც იქით ევროპაში მაშინ ესეთი ეპოქა იყო და ამიტომაც მათ ვერ ეს ქვეყანა უცებ რომ მოუხვიეს ეს დეკლარაციის დონეზე იყვნენ და სინამდვილეში ეს ფურცელზე დარჩა და სინამდვილეში იყო ხან გერმანიის ჯარი შემოვიდა მე ინგლისის და მე გავყიდეს ეს სხვა ამბავი იყო მე შეიძლება მათი მოხდა რაღაცა ტრანსფორმაცია ფსიქოლოგიის ერთია რაც შეეხება 91-ში ჩვენ ვერ მოასწარეთ ჩვენ ახლა ბევრ რაღაცას ვსწავლობთ 91-დან ჩვენ შეიძლება 91 წელმა ჯვარი წერია გრახულებას კი არ ვამბობ რომ ეს კარგი იყო მაგრამ ჩვენ ბევრ რამეს აგვაცილა ახლა თავზე 91 წლის გამოცდილება იმიტომ რომ ჩვენ ერთდროულად ნახე რა მოხდა ეს თავზე დაგვატყდა ეს საბჭოთა კავშირი დაინგრა დამოუკიდებლობის გამოცხადება პირდაპირ სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლა ხა ეს ერთად ერთ ცხოვრებაში ეს თითოეული ერთ მოვლენა იყო ჩვენ ხო უბრალოდ დამოუკიდებლობა არ მოიპოვეთ მაგალითად კრიტიკა და აი მე ვფიქრე ხოლმე და აკრიტიკები რომ ამის გამოცდილება არ ქონდა და ზუსტად გამსახურდია და რომელი ეკონომის ქონდა კაპიტალისტური იმაში არა ეს არის ზღაპარი რო იძახიან იმიტომ კი არის ეს შეუძლებელია რომ იმას ქონოდა მე პრაქტიკულად ყველას ახლოს ვიცნობდი მაშინდელ ინტელიგენციას ვინც მაშინ ქმნიდა აი ვინა კაგობაქრადეს ვინც გინდა რომ ჩამოთვალოთ საქართველოს დამოუკიდებლობაზე რომ საუბრობ უცნებობდნენ იმიტომ კი არა რომ მათ აკლდათ აზროვნება ეკონომიკაზე არავინ არ ლაპარაკობდა არც არავინ არ იცოდა და შემოილო დიდი პატივისცემი და ამას ჩვენთან არ ასწავლიდან და უბრალოდ რომ კაპიტალისტში როგორ უნდა იცხოვრო აი ეს უბრალოდ ხა როგორ უნდა ასწავლო ხა მტკნარი წყლის თევზს როგორ უნდა იცხოვროს იმაში რა ქვია ოკეანეში მარილიან წყალში ადასტურებს გოგირდიაში კიდევ უფრო ყველა ველური კაპიტალიზმის პირობებში ეს ერთი ამბავი ეხლა ჩვენ როგორ უნდა მოდელი რა არის თუ ჩვენ აი აქედან გამომდინარე ჩვენი ისტორიიდან და მე იცი რომ სულ ეს ამ პარალელით ვამბობ რაც იყო ის მოხდება როგორც ეკლესიასთან და ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა რომ ვახსენეთ რომელიც დიდი რესურსებს ფლობთ მე გულისხმობ ამ ენერგეტიკულ რესურსებს და რესურსებზე გავიწევით ჩვენ სოფლიო სტრატეგიას ვერ შევქმნით აი სოფლიო სტრატეგიის შექმნაზე და ამაზე რო ცნობენ მონაწილეობას ეს არის სტალინის გზა რომელიც აბაშობოდა და მე რო ვილაპარაკოთ რომ სულ ქართული იმპერია იყო ეგო ამას შექმნის ამერიკა, ჩინეთი, ასურეთი და სხვადასხვა დროს ხო დიდი ოსმალეთი, მონღოლეთი ესენი ქმნიან ჩვენი თავი ჩვენად გვაყუდეს ჩვენი თავი რომ განვითარდეთ და ჩვენი რესურსი არის ჩვენი ერთადერთი კოზირი არის ჩვენი მდებარეობა და ჩვენი თავი შენარჩუნა ამიტომ ჩვენი სტრატეგია თუ არის აი აქედან უნდა გამოვიდეთ რომ ჩვენი თავი ჩვენად გვაყუდეს და ჩვენ შევინარჩუნოთ და აი რომ ვამბობთ მაშინ ეს ლოზუნგები აღარ ჩანს მამულიანა და მამულიანა სარწმუნოება ეს არის გზა ამის შენარჩუნებისა ჩვენი თავი ჩვენ როგორ გვაყუდეს და გზა და მეორე არის უკვე ტაქტიკა აი ტაქტიკა არის რითიც საქართველოს ცხოვრობდა და დავგვიდეთ შეიძლება ამას იუმორით უყურებს ვიღაცა შეიძლება იმით უყურებს გარეშე ვითარები და დამოკდნენ დგამ ნებისმიერ ნაბიჯებს და ამგერაც ბრძანა ჩერჩილმა და ჩერჩილზე ადრე სხვა არა ყავს მარადიული მეგობრები ყავს მარადიული ინტერესები აი ისე ვარ წავალ შორს და ყველა ესე მოქმედებდა დავითიც ესე მოქმედებდა გიორგი წყვილმაც მოქმედებდა მაგრამ ერეკლე მოდის დანგრეულ დღეს რო დაივლის ახლა ყველა ვიგინდა რა და ენას ვასვედებს ესე იგი რაღაც ნუ
შეხედე მოვიდა ქვეყანა ფაქტობრივად არის წაშლილი. როგორც ასეთი სამეფო არ არსებობს. არ არსებობს ეგ სიტუაცია. არის რაღაცა უბედურება, ეგერ არის რაღაცა სოფელიდან გამოსვლა ეშინია ტყიდან. წინა მეფემ გვარს დასახელს ასახელებთ შეყვარებულის გამო დატოვა ქვეყანა და წავიდა გადასახლდა პეტერბურგში. ხო და ნახე ერეკლე სპარსეთის შახის დახმარებით და გამოყენებით იმასაც აწყობდა ამასაც კეთილი გულით არავინ არ არის აღადგენს საქართველოში სამეფოს. თან ვიცი ნადირ შახის ხო და სიტუაცია. პალაელეში საშუალება აქვს თუ არა ელაპარაკება ოსმალებს. ელაპარაკება ლეკებს. შემდეგ და როიძაი ორიენტაცია და არის ერთი ამბავი, რასაკვირველია იმასთან ერთად ლაშქრობს ინდოეთში და არის მთელია. შემდეგ მიდის ისევე აგებს ურთიერთობას. შემდეგ ხედავს გადადის და იმ ეტაპზე საქართველოს რო არ აღედგინა ნადირ შახთან ურთიერთობით, გადარჩა ხო? და ერთი ამბავი და აღწერილია ზეიმი და მეტეხის ეკლესია აღდგა და შემდეგ რუსეთთან ურთიერთობით. და რასაკვირველია ამბავი ესეთი იყო, ესე იგი წყობრად არასაკვირველი წყობრა და კრიელოსანივით არ იყო, იქ იყო უკან დახევა რაღაცა, მაგრამ და ესე გადა და როგორც კი მოიტანა რაღაც ეტაპამდე საქართველოს მე ერეკლე აღარ არის და მე დაიწყო საქართველოს უკვე რუსეთიდან გათავისუფლების ბრძოლა. იმიტომ რომ იმ სტრატეგიას მიყვებოდა, იმ ტაქტიკაში. იმას მიყვებოდა რა უნდა ასეთი ჯინიკი არ ქონდა კაცო სპარსეთის პოეზია რო იყო და რო არის პოეზია ეგ არის დიდი პოეზია მაგრამ ამას საკუთარი თავის შენარჩუნება უნდა ანუ ეს კი არა რომ სპარსეთი ზულდა კაცო ერეკლე რო სპარსეთს იცნობდა ნეტა საკუთარებას უცნობდა ჩვენ ეზოკარს ისე მე რა რუსეთის მიმართ რა ზიზღი და ის კი არ იყო მე როცა ეგ მოვიდა რუსეთისგან გათავისუფლება მოვიდა მე 21 წელი მე დამოუკიდებლობის სიტუაცია მე მოვიდა ეხლა LGBT-ზე ისეთ კანონს იღებენ იმაში რა ქვია ბრიუსელში რომ ჩვენ ალბათ უნდა მაგათ ჩამოვართოთ ხელისა როცა რუსეთმა დავიყო და სიყვარულით რო დაგვიწყო ჩახუტება და მე მოგუდვა და ის რო იყო მე ეს არის ტაქტიკა ეს ეხლა შევხედოთ რომ ჩვენი ტაქტიკა არის ამ გრავიტაციის შენარჩუნება. ჩვენ ვუნებთ რომ ყველასთან კარგად ჩვენ ყველას თურქეთთანაც კარგი ურთიერთობა გვინდა. აბა ნახე საქართველოს შეუძლებელია რომ უნდადეს ცუდი ურთიერთობა. იმიტომ კი არა რომ კეთილები ვართ. ჩვენ რომ სამშობლოს არ წავართმევთ, ვერ წავართმევთ. ამიტომ აქ არა, ჩვენ აქ ღია კარტი გვაქვს, ვერაფერი ამაში ის არის, მაგრამ ჩვენ თავს დავიცავთ და ეს არის ჩვენი ჩვენ ყველასთან ნათელია რომ კარგი ურთიერთობა გვინდა თურქეთთანაც ირანთანაც, ფიჯის კუნძულებთანაც, საფრანგეთთანაც, რუსეთთანაც და ფინეთთანაც. სხვაჩორის რა არის? ამ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას ხელი შეუწყო შემოსული რუსი ჯარისკაცების და სამხედროების ოფიცრების ქცევამ საქართველოში. რომელი ჯარისკაცი მოიცა კარგად? ანუ რო ნახეს მე ისინი როგორ იქცევიან, არა ის ილუზია რომ ეგ და ეს არის რაღაცა ბიზანტია ახალი და ჩვენ რაღაც ერთმორწმუნეებს და ეხლა ჩვენ შევხედოთ დღევანდელ სიტუაციას ჩვენ წარმოდგენით ესე იგი უკვე სოციალიზმის და კომუნიზმის ევროკავშირში იყო და იმიტომ მივდიოდით იმ ევროკავშირში რომ დაცულები ვიქნებოდით ეკონომიკური სიკეთე იქნებოდა განვითარება იქნებოდა ჩვენ რეალიზებაში და 64-ში მივდიოდით ჩვენ წარმოდგენა ესეთი იყო არა და დღესაც შემორჩენილია ნამტროები ამ წარმოდგენის, მაგრამ ეხლა საქმე იმაშია, რომ ფაქტიურად იქ იღებენ ისეთ კანონს და სავალდებულო იქნება. ეს სტრატეგია გამოქვეყნდა LGBTQ+-ის ევროკავშირის 2026-30 წლებში, სადაც ისინი ავალდებულებენ ყველა წევრს და კანდიდატებსაც, სხვათა შორის სახელმწიფოებს, წევრებს განსაკუთრებით, რომ მათ უნდა გაატარონ ეს და ეს პოლიტიკა იქ მოზარდებისში სქესის შეცვლა ეს გენდერული იმაში არიან გადასული რა საბოლოო სიგიჟეში და ჩვენ ფაქტიურად ხედავთ რომ ისინი ისე გვექცევიან ჩვენ როგორც აქ გვექცეოდნენ შემოსული რუსი ჯარისკაცები ანუ ჩვენ უნდა გამსაზღვროთ ჩვენი დამოკიდებულება იმასთან მიმართებაში რომ ეს ევროკავშირი ის ევროკავშირი არ არის რომლისკენ სიარულის დავიწყეთ ჩვენ ცოტა რომ მივახლოვდით ახლოს იქ აღმოჩნდა რომ ეს სხვა რაღაცა აბსოლუტურად ეს არ არის ეკონომიკური სიკეთის და კეთილდღეობის სივრცე არამედ სულ უფრო და უფრო ხდება მილიტარისტული სულ უფრო და უფრო ხდება აი ამ რაღაც გენდერულ
გენდერულ იდეოლოგიაში ჩაძირული ქვეყანა და ძალადობით რაც მოდის ის უარყოფითი დაგენახება ალბათ შვეიცარი და თომასმანი ხო არ შემოვა ახლა ამ სიტუაციით ამიტომ არის ამაზეა დამოკიდებული შენ თუ არა გაქვს ესე ვთქვათ გარკვეული ჯებირი და უბრალოდ ესე ხო და აქ უნდა ქონდეს ჯებირი ჩვენ მე რას გონები რომ ის კი არ არის ხა ჩვენ წარმოიდგინოთ რომ ცუდია ცუდი არ არის აი ეს არის ჩვენთან მკვიდრდება აი ეს სპარსეთი ცუდი როგორ იყო კაც ომარ ხაიემის ქვეყანა უბრალოდ შენ ომარ ხაიემ ლექსებს პოეზიის აღამებს სხვა რა წობდნენ აქა ჯარისკაცი მოდიოდა აგერ 18 წელს აიღე კაცო გადაშალე ინგლისელი ჯარისკაცები რომ შემოვიდა რა ამბავი იყო სადგინახია ჯარისკაცი რომ შემოვიდეს და ისაკდას რა ქვია აქ კარგად მოიქცეს და ამბავი ამიტომ ჩვენი ტაქტიკა სტრატეგია არა ის სკოლაშიც რომ შემოდის ვასიკო ამაში შემოდის არა ის გიძრება პირდაპირ არა ის გიძრება პირდაპირ მომავალს გახდა ყველა ესე გიძრება აბსოლუტურად ყველა ეგეთი სიტუაცია რომ შემოვიდე მომისვიდე ალბათ ქართველები რომ შეიყვანო სადღაც რომ იცე ეს გრენლანდიაში ღვინისფას დააწყებინებ არა აბა დააწყებინებენ და თუ არ დალევ ის არა ქვია დაიწყებენ კისერში ჩასხმას ეს ამას ახლა ხურავით ვაბარ ეს ხა მომისვიდე ეს ჩვენ როგორ არ დაგვემართოს იცი რომ ადამიანები გეგონება ესე იგი არიან სხვადასხვანაირები და იმათ აქვთ ერთნაირად იქცევა ყველა ადამიანი ესე იქცეოდა კონკისტადორი იმაში და ისევ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გაგვიმართლა ხა რომ სამშობლოს არ ვიცავართ მეგობრებო მაგრამ გავიგოთ იმათები ქვეყნების დასასრულისკენ უნდა წავიდეთ ხო ისე რა ქვია და როგორც გრჩევია ხოლმე ოპტიმისტური სიტყვა ბოლოს ოპტიმისტური სიტყვა ჯერ ერთი მეც მინდა ოპტიმისტური სიტყვა ჯერ ერთი მინდა თქვა ის თავიდან რომ თქვით რომ ჩვენი მეგობარიო ეს მეგობარი ყველაზე კარგი სტატუსია და ძალიან მიხარია ყოველთვის თქვენ პოდკასტში სტუმრობა და ეს მეგობარი აი ცოტა მეგობარი აქტით შელახეს ეცადნენ მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ყველაზე კაი სტატუსია ჯერჯერობით მაინც ადამიანებს შორის ურთიერთობაში ეხლა რაც შეეხება პოზიტიურით დამთავრებას მე ოპტიმისტი ვარ პროფესიითაც და მოწოდებითაც და მე ვარ აბსოლუტურად ოპტიმისტურად განწყობილი და ყველაზე მეტად მჯერა ახალი თაობის პოლიტიკოსების და იმ გამოცდილების როგორც უკვე ვთქვი რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა ამ 25 წლის განმავლობაში რომ იმას ჩვენ არ გავაკეთებთ რაც არ არის სწორი ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის ნაბიჯები რომელიც ბოლო წლებში გადაიდგა საქართველოში 5 სახელმწიფო გადატრიალება იქნა აღკვეთილი ძალიან კარგი ტექნოლოგიებით და მე ვფიქრობ რომ ეხა ჩვენ როგორც უკვე ვთქვით ჩვენ აქ დღევანდელ გადაცემაში რომ რაღაც მთებს ვერ გადავდგამთ და ჩვენ თვითონ ვერ შევქმნით ჩვენ რეგიონალურ ჩვენგან საქართველოსგან რაღაც დიდ რეგიონალურ მოთამაშეს ამის პოტენციალი ჩვენ არ აქვს არც ეკონომიკური, არც სამხედრო და არც დემოგრაფიული, მაგრამ ვიცით ჩვენ რა არ უნდა გავაკეთოთ და უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით და უნდა ვეცადოთ რომ ჩვენს მეზობლებს, ახლო მეზობლებს და უშუალო მეზობლებს და იმ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის სტრატეგიულ პარტნიორებთან კონდეს ისეთი ურთიერთობა რომ რაც შეიძლება მეტი საშუალება კონდეს ჩვენ მომავალი განვითარების. მომავალში შეგვეძლოს რაც შეიძლება უფრო მეტი არჩევანი რო კონდეს საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისითაც და ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისითაც. აი ეს არის ჩემი ასე ვთქვათ ბოლო სიტყვა. კი ბატონო. ნუ ჩვენი ხო საკუთარ ძალიან ოპტიმისტურად თორე წაწყობთ. ძალიან რა შეასაქმე რომ ჩვენ არა ვართ ის ვისაუბრეთ ამაზე ისეთი ქვეყანა რომელიც ესე ამაყობს არიან ეგეთი ქვეყნები რომ ან ეხლაც ან თავის დროზე დაუპყრიათ ესე იგი უზარმაზარი და ესე ვთქვათ უომიათ ეს ჩვენ არ გვიქნია ან ვერ გვიქნია როგორც გინდა ის ამას არც პლუსად ვთქვით არც მინუსად მაგრამ ჩვენ დიდი ქართახილებისთვის გაგვიძლია დედამიწაზე რაც კი რამე ქართახილი ყოფილა ამ ქართახილების დიდი ნაწილი ჩვენ თავზე გადაუვლია და ჩვენ ვართ ერთადერთი მაინც ვიცოდეთ გინდა ვიამაყოთ მაგრამ ფაქტი ეს არის და გინდა არ ვიამაყოთ ვერც იმისთვისაც ფაქტია ერი რომელიც წერილობითაც არის შემონახული რომელიც 1500 წლის წინ მინიმუმ 1600 წლის წინ უკვე საუბრობდა იმავე ენაზე რომელზეც მაშინ იყო
და ესეთი ვერები როგორც წესი 1000 წლის წინ თავის ენა უკვე აღარ ესმით ძალიან დიდერებსაც და პატარაერებსაც, მათ შორის ჩვენს მეზობელსაც. აი ჩვენ ლაპარაკობთ ენაზე. შეიძლება ბავშვი უჭირდეს შუშანიკის სამების ბოლომდე რაღაც სიტყვების გაგება, მაგრამ როცა კითხულობ ზუსტად იცი რომ ესე იგი ამას შენ გაუგებდი ის გვამინდა. ანუ თვითყოფადობა შეგვინარჩუნებია, ანუ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს ეს გაიკეთებია და ამისი ბრძოლისთვის გამოცდილება ქართველს აქვს და ამას ჩვენ მოვახერხებთ. აი ახლა ჩვენ და ამაზე მძიმე დღეში ყოფილი ვართ ჩვენ და გაცილები და არიაგე შეგარგათ იცი აბოსამებაში იმიტომ კი არა სკოლა კინი თუ მას გვდევნიანო აგერო ვირხევიან ვითარცა ლერწამი ქართაგა ძლიერთა მაგრამ არ დავაგდეთ მამულისა ჩოულებისაბრ მამულისა სულაიო აი ჩოულებისაბრ მამულისა სულაი რომელიც არის ერთ-ერთი აი ის დევიზი რომელიც არის აი ამას მიყვება ქართველი ეს არის ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუთნეს აი ეს ერთი და იგივე სიტუაცია და ამის შედარჩუნების თვის მიდის ესე ვთქვათ ეს ბრძოლა ეს უნდა გავაცნობიერო და ამას მე ერთადერთი ვიტყოდი ეკონომიკა ყველაფერი ჭირდება გარკვეულად ჭირდება განათლების მიშველება აი ეს მგონია რომ ჩვენ დღესაც გვიდოდი შემდეგ ლაპარაკი ეს არის ამისი განუყოფელი ნაწილი ეს არ არის მარტო რომ აი გვინდა შემოშველება იმიტომ რომ მამული ენას არწმუნება ეს არ არის მარტო ლოძონგი და ამას მარტო საგრძელოთი ვერ უშველი და ამას მარტო პოლიტ სემინარებით თუ რაღაცა გამოსვლებით ვერ უშველი ამას უნდა გაჟღენთვა და ესე ვთქვათ გაანალიზება და გონიერებით დანახვა აი ეს არის ის ილიას გზა როგორც ვხედავთ და მე მგონი რომ კი ბატონო კარგი მადლობა მეგობრებო ამ განხილვისთვის ბრძოლა იქნება უგონეს არა ბრძოლა სიტყვა აბა ესე არ იქნება ადამიანის ცხოვრება ეგეთი ეგა კი ბატონო მადლობა ამ განხილვისთვის და ვიმშვიდობთ ჩვენს მაყურებელს შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომავალ პოდკასტში